მაშინ რო გაინტერესებდა რაღაცა კითხვა შევარნაძეო რამე რა კითხვები გაქვს? ხო, შევარნაძე საუბარს ჩაგვეწერა, ხო? ხო, რაღაცა რომ მითხარი, ხო, თუ გინდა რაღაცა, მომყვებით რაც ვიცით, რაც არ ვიცით. ხო, აი ჩარჩოზე ხა კონკრეტული კითხვები არ ვიცი, ხა რამდენად ხა ისე მახსოვს, მაგრამ ეს მაინტერესებდა რა, ქრონოლოგიურად რომ მაგის ცხოვრებაზე რო ჩავწეროთ, ესე იგი საიდან გამოჩნდა საერთოდ რას მიაღწია, მე ამის ჩამოსვლა აქ როგორი ის იყო რა ქვია, რამ განაპირობა, აი განსაკუთრებით ილია მეორესთან ურთიერთობები მაინტერესებს ხოლმე, როგორ მოხდა რა ეს მათი ურთიერთობა, მე ხა ზვიადიზე მაინტერესებდა, მაგრამ ეს ალბათ ამავე ჩანაწერში გაერთიანება არ მგონი გამოვიდეს. პირველი განხეთქილება ზვიადის და ილია მეორის შორის რა პროვოცირება რა მოახდინა, ეგეც მაინტერესებდა, მაგრამ ეხა აქ თემატურად არ მგონია რომ ჩაჯდეს რა ამ კონტექსტში. შევარნაძის თავიდან ბოლომდე რომ ერთი ჩანაწერი დაგვედურდა მიგვეცნო. შევარდნაძეს ახლა რაც ოფიციალური არის და რაც არაოფიციალური. ხო, ოფიციალური რაც გიხდება ცხოვრება. ახლა შენ ხარ, თქვათ, მან ცხოვრობ, მოღვაწეობ და არის ოფიციალური მთავრობა. რასაც შენ ინფორმაციას იღებ ოფიციალურ მთავრობაზე, ეს არის შენი ცოდნა, მაგრამ არის კიდე მათი ცხოვრება, რომელიც არაოფიციალურია, უკან არის. ორი მას მოიცავს, ხო? ორ სახეს ეგ. და არის მესამე სახე კიდე საზოგადოებაში ჭორები. ხო, და ახლა ჯერ ოფიციალური ის უნდა განვიხილოთ, ოფიციალური, რაც მოწოდებულია მისი ანალიზი. და მერე კიდე თუ რაღაცა მიგიწვდება ხელი, კიდე ლაპარაკობს კაცი დოკუმენტებით ჭირდება, ხო, ისე ხომ არ არის დამამტკიცებელი საბუთები და არა შენი სიმპათია, ანტიპათიები არ მოგწონს, არ მოგწონს და ისე კაცი სიძულვილით. ძირითადად საქართველოში ხო ფაქტების გარეთ მსჯელობს ხალხი. ფაქტები არა აქვთ, ან თუ აქვთ სხვისი ინტერპრეტირებული ფაქტი, სხვის ინტერპრეტირებული ფაქტით ახლა როცა ლაპარაკობ, ესეც არ არის სწორი. სხვისას იმეორებ, მოკლედ რა, სხვამ გააკეთა ანალიზი და მე შენ იმას იმეორებ. საქართველოში ეს ფართოდ არის გავრცელებული, ხო, უფრო ჭორის დონეზეა ყველაფერი, რაღაცები, რაღაცა ფანტაზიების იმის და მიხედვით რა არის გავრცელებული, როგორია და ასე შემდეგ. მე პირადად შევარდნაძეს პიროვნებას ვიცნობ ოფიციალური არხივიდან ჯერ და იმის ანალიზს ვეწევი მე. და აი იქ არის უამრავი შეცდომები და ახლა ჭორს არ ვეყოდნენ, ხო, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა. ესე იგი რაც მოდის მოწოდებული ტელე, რადიო საშუალებებით და საერთოდ გამოსვლებით და ეგ წარმოაჩენს პიროვნებას ხომ და არა იმას ახლა მისი ცხოვრება არ ვიცი მე ოჯახის ცხოვრება როგორ საუბრობდა შვილებთან ადამიანი ხომ ხანდახან 3, 4, 5, 6 ნიღაბს ატარებს. სულ სხვა არის მაგალითად რადიო ტელევიზიით რო ლაპარაკობ და სულ სხვა არის ჟურნალისტთან რო ლაპარაკობ. მე სულ სხვა არის ოჯახში ლაპარაკობ. ამიტომ სად ჩავავლოთ ადამიანს და რა ამოვწიოთ ახლა ურთიერთობა შიოლაშვილის და შევარდნაძის ოფიციალურ დონეზე იყო. არაოფიციალურ დონეზე ყველაფერი იმალებოდა ჩვენთან. არაფერი არ გამოდის გარეთ. ეხლა ისეთი საშუალებებია, რომ უსაფრთხოებიან ადამიანს, აი მობილურებით უღებენ, პატარა შეცდომა ქუჩაში შეიძლება პიროვნებამ ისეთი რამე ჩაიწეროს, რომ შენ გაგებაში არ იყო. ხო, აი ავტობუსში ლაპარაკობდა ვიღაცა ქალი, გავრცელდა YouTube-ში, ალბათ ნახავდი, რომ გაუთავებლად იგინებოდა ამ თავის მობილურ ტელეფონზე და ვიღაც ახალგაზრდამ ჩაწერა ესა და ატვირთა YouTube-ზე. ასევე მღვდელის ინციდენტი ნახე, ვიღაცამ აიღო და ატვირთა. ესეთ რამე ადრე არ იყო. ტექნიკა არ იყო და იმიტომ და თუ ვინმე წააწყდებოდა ამას თავის ჭორით არცელებდა ჭორებს ზეპირად. და სულ სხვა არის ფაქტი ხილვი და შენ როგორ უყურებ და როგორ აღიქვა ფაქტს. და მე ფრაგმენტი არის ყველაფერი ძალიან ადვილია დაამახინჯო ადამიანის ცხოვრება. ძალიან ადვილი რა უნდა გაარკვიოს იგი კაც რა უნდა, როგორ უნდა, რა არის ინტერესები. ერთი ასეთი სერიალი არის წარსულში ძალიან ესეთი ცნობილი პოპულარული ჟურნალისტი წამყვანი იყო, ტელე წამყვანი და ძალიან ბევრი იცნობდა და მე მოხდა ისე რომ მისი კარიერა თუ რაღაცა წამოვიდა ტელევიზიიდან, მაგრამ იყო საკმაოდ ძლიერი ჟურნალისტი. 26 წლის ასაკში უკვე მისი პოპულარობა შეწყდა და პროვინციაში გადასახლდა. აი ჩვენ ერთ დღეს ამას მაინც აქვს თავში ისეთი აზრი, რომ მაგარი ჟურნალისტი იყო, ყველა იცნობდა და სადაც შედის ახსენებს ყველას რომ მეიცი ესა ვარ. თუ დაინახა მან რომ ცოტა ისე ექცევიან. და ის ამოსწევს თავის პერსონაჟს რომ მეიცი მე ჟურნალისტი ვარ, ტელეჟურნალისტი და როგორ არიცით და არ გახსოვართ? ზოგს ახსოვს, ზოგს არა. ერთხელ მოქმედმა ჟურნალისტმა დაიწყო ამაზე ინტერვიუს ჩაწერვა. ამოცანა ესეთი არის, გაესაუბრა მომქმედი ჟურნალისტი, რო ნახა ამას უკვე თადარიგში გასულს, თან 26 წლის ქალი არის, ამავე დროს მამას და მამის დანატოვარი რაღაც ბიზნესიც აქვს სასტუმროსი. ეს ჟურნალისტი მოქმედი შეხვდება კარიერის გასაკეთებლად და პირველ შთაბეჭდილებას თავის გამომცემელ რედაქტორს ტელეფონზე ატყობინებს ესეთ რამეს. ძალიან მაგარი ადამიანიაო, ძალიან ნორმალური და ძალიან კარგიო. ჩვენ კარგი არ გვჭირდება.
გააკეთე ისე რომ წარმოვაჩინოთ რაღაც ისეთნაირად დაამონტაჟე და ისეთ იმეებში გადაიღე პიროვნებაო რომ ვაჩვენოთ რა დღეში არიან ყოფილი ჟურნალისტები როგორ დაეცნენ ცხოვრებაში და ეხლა ნახე ამან ეს ინფორმაცია მიიღო თუ არა თან ის რედაქტორი დაემკვირა გინდა კარიერაო მე კარგი ადამიანი არ მაინტერესებს გადაცემაშიო ამან მიაწოდა რომ ძალიან კარგი ადამიანიო არაფერი საერთი არ აქვს და არა ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს კარგი ეცადე სხვანაირად გააკეთო ახლა რასაკეთებს ეს ჟურნალისტი და უცნაური ისაა რომ აი გამოცდილი ჟურნალისტი როგორც ამოეგო ამაკეზე ამოცანა ისაა რომ ჟურნალისტმა უნდა აჩვენოს მომქმედმა ჟურნალისტმა რომ ეს ყოფილი ჟურნალისტის სამუშაოს რო დაანება თავი რა მოსდის ვარსკვლებს როგორ დაეცა როგორ ლოთობს კაპიკები აღარ აქვს და ცდილობს აი ესეთ რაღაცებში შეიყვანოს მაგალითად შეიყვანა მაღაზიაში აი ახლა აქ უნდა გადავიღოთო ეს ბრიყვი წამოეგება ხო ყოფილი ჟურნალისტი და ყველაზე ძალიან ისეთ ჩაფხევებულ მაღაზიაში რატო აქ შევიდეთო სხვა მარკეტში არა ეს ჯობიაო რაღაცას გადა ეხლა მოდი ვითომ არაყს ყიდულობო და არაყი მოითხოვეო იქ ძეხვი მოითხოვე ეს ყველაფერი მე ჩაწერეს იწერება ყველაფერი მე იქ სადღაც შეიყვანა და ათრო ალაპარაკა ესეთ ჩაიწერა ეს გაგებაში არ არის ამას გონი რომ ამის რეკლამას უკეთებენ ამას და ასეთი იმეებით ბოლოს ქუჩაში ბასიაკთან მიუჯინა ახლა იმასთან მიდი და ვითომ იწონებ ამ იმასო ესეც დააფიქსირეს მოკლედ გადაცემა როგორი გაკეთდა იცი ჩაერთო თუ არა გადაცემა და გოგო არა და უყურებს გადაირია მე მიხვდა რა გაუკეთეს ეს წარმოაჩინა ჟურნალისტმა როგორ მოხდა ამ ადამიანის დეგრადაცია ამ დროს ესე არ არის აი რატომ მოვყივი ესა ნახეთ ჟურნალისტი რა არის ეს ცხოვრებაში მაგრამ მუშაობს დღესაც და ეს არ გახსენებს მაგალითად ჩემ ურთიერთობას ჟურნალისტთან პირადად ჩემსაც კი არა აი რომ ჩამოიარა ჟურნალისტმა მივიდა ერთ მშობელთან მივიდა მეორესთან რა ელაპარაკა იმებმა კაჩვილმა არ ვიცით რა მოჭრა ამ მიზანი რა იყო რომ წარმოჩდეს არა ის როგორი არის პიროვნება ამ შემთხვევაში ვთქვათ ჩემი პიროვნება კარგია თუ ეგ არ მაინტერესებს მე მინდა რომ წარმოვაჩინო ცუდი და თუ არ არის ესეთი უნდა დავაკავშირო რაღაც ამბები, აი შენგან ამოგლეჯილი, იმისგან ამოგლეჯილი, რომ მთლიანობაში მოწოდებული იქნას როგორც პიროვნება, ცუდი რომ სენსაციური უნდა იყოს გადაცემა. და ეს გადაცემაც იმ ჟურნალისტზე სენსაცი მაყურებელს ხეს მოწონს, აი როგორ გადაგვარდა ადამიანი, როგორ დაეცა. საბოლოო ჯამში მე ეს პოლიტიკის სარჩულია, რომ აი სახელმწიფო რა დონეზეა. ესე იგი, ხტები ალბათ ხო, როგორ ისა და დავუკავშირებ იმას, რატო იღებ ამას. ესე იგი, თუ გონება არ გიჭრის, წამოეგები ანკეზე, ხო, მანდაც იგივე ესე იგი ამოცანა რა იყო რომ განა ის რომ კარგი ადამიანია მაშინ არ დადის შეიძლება კარგი ადამიანი წარმოაჩინოთ ის როგორც ვთქვათ გადაგვარებული იმიტომ რომ мотиваცია რა არის ჟურნალისტის იქნება და გადაცემის ჭეშმარიტება ხო არავის არ აინტერესებს და უცნაური ეს პროფესიონალი ჟურნალისტი ამაზე როგორ წამოეგო რა ეთყობა ნება რომ მოგწონს შენ რომ რაღაც აი რეკლამის გაკეთება ან რაღაც ამ დაგვარი და ეს ბრიყვი ყვება ყველაფერს და როგორ მონტაჟი როგორ უკეთებს ეს ტიპი მე ნახა რომ ჩაერთო ტელევიზორი და გადაცემა როგორ იწყება აი ეს ცნობილი ჟურნალისტი აი სადამდე დაეცა და აჩვენებს ახლა როგორ შედის მაღაზიაში ყიდულობს იმას მე ბასიაკთან არის მაყურებელი ჩდება შთაბეჭდილები რომ ეს არის გადაგვარებული გათახსირებული ლოთი არა და არც ასმელი უყურს არაფერი არ უყურს ამ ქალს ჩვენ ხო ცალკე უყურებთ ამას და ვიცით ანალოგიური დააკვირდით როგორ მუშაობს დღესაც დღეს ეგ მუშაობს მაღალ დონეზე აი საქართველოშიც ამიტომ აი რომ მოაზროვნე კაცი ფილტრავს ყველაფერს და ჟურნალისტენდობი მის მოტივი რა არის იცი რეკლამა ხალხი მიიზიდო რა სენსაცია მაყურებელი არ დაკარგო მკითხველი არ დაკარგო და მე ერთ და იგივეს ვეღარ გაიმეორებ იმიტომ რომ უკვე სულ გავიდა იმან ახლა ახალი მასალა უნდა მოვძებნოთ სხვანაირად სხვა იმაში პოლიტიკას ყოველთვის ვინც უსმენს კარგად მასალებად ვიყენებ მე ქრისტიანულ სოფხედელობისთვის და არა რაღაც ის მევასება ადამიანი ცენტრშია ჩემი საუბრის ცენტრში ეგ არის ჩემი თემა კოსმოსი სამყარო და მეცნიერება რომელიც ღრმად მახედებს ადამიანის ბუნებაში და სამყაროში ისე ზერელი მეცნიერებას მე ერთ ყურს შევუშვებ მეორეში გავუშვებ ჩემი ლექსიკონი ხო ცოტა სხვანაირია ჩემი ლექსიკონი ხან ესეთია სკაბრეზული ხან აკადემიური ხან პროვინციული ელფერიც დაყვება რაღაც ისეთი იმით ინტონაციებით ძალიან ისეთი სამაქვს პალიტრა კამიგე საუბარში რა ვარ მე და როგორი ვარ ეს ცოტა რთული გასაგებია სანამ კარგად არ გამიჩნევს კაცი პიროვნებაზე როცა ლაპარაკია და ამ შემთხვევაში ედვარდ შევარდნაძეზე ჩვენ რითი უნდა ვიხემძღვანელოთ ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ იმ ფაქტებით რაც ოფიციალურად არის მოწოდებული ტელერადიო საშუალებებით და მე ეს ამის უკან ღრმა ანალიზი დავაკავშიროთ ამას. ესე იგი, რაც წინა პლანზეა და რაც კულისებშია, ის უკვე სანდო წყაროთა არ მიგვაჩნია თუ ძალიან მაგარი ახლობელი პიროვნება არ გეტყვის მასზე რაღაცას. და არის მე ჭორები, ბევრი ჭორები. მე ახლა განვიხილავ არა ჭორებს, არა იმას ვინ რა თქვა და როგორ რა თქვა. რო თუ უშუალო ურთიერთობა გქონდა შენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს და როგორც საქართველოს მართველს
ტელე, რადიო, იმიდან რასაკეთებდა ეს კაცი. როგორი ურთიერთობა ჰქონდა შიოლაშვილთან, ოფიციალური მებთ. ესე იგი, ვეღრდნობი გაზეთში დაბეჭდილ ყველაფერს, და ესენი ყველაფერს ბეჭდავდნენ თავის ყველა გამოსვლები, ყველა აზრები, შიოლაშვილის მაგისი. ეს ახლა ხალხი არ კითხულობს ამას, საჯაროში იქნებეს რომ ამოწიოთ. იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა 70-იან წლებიდან მოყოლებული 73-დან ვიდრე 2003 წლამდე, მართალია ბოლო პერიოდი მოღვაწეობის 94-დან 2003 წლამდე მე უკვე აღარ ვიყავი მათ, მაგრამ უკვე სხვა საშუალებებით ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ უშუალოდ ის პერიოდი 92, 13, 14 სუცინა პლანზე იყვება, ხო? ტელევიზიიდან, რადიოდან და ჭორები მე სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს. ხლა ვინ თქვა, მე ჩემი აზრი მინდა ჩამომიყალიბდეს უშუალოდ პიროვნებასთან ურთიერთობაში, ხლა პიროვნებასთან პირადად რომ ელაპარაკა, ის ისევ ისეთი ტიპი იქნებოდა, როგორც ტელევიზიიდან არის. მე ასეთი ტიპები იმდენად გაორებულები არ არიან. ხო, ეს ტიპები რა, პოლიტიკა, აი შევარდნაძე მაგალითად ვერ დამაჯერებთ, რომ რადიოში სხვა რამეს ლაპარაკობდა და ცოლთან კიდე სხვა რამეს. არტიული ნომენკლატურა საერთოდ არის გამომშრალი და დებილი. და აი ვიცნობდი მაგ იმებს, ნათესავებიც იყო ჩემი ახლობლები, რაიკომის დივანი და ბიძა და ისინი. ვიცოდი მაგათი ლექსიკონი. ასე რომ დიდი სიღრმეები და დიდი ის ახლა რომ გონიათ რომ მოინანია შევარდნაძე მიგ ბიჭებისა ეგ არ დაიჯეროთ რა, ეგ არის ტყუილი. ეს არის უბრალოდ შეხვთა მშობელს, ხელი ჩამართვა რაღაცა, გადაკოცნა, გადმოკოცნა და მოიხიბლენ. პატარა კაცი, დიდ კაცი რო შეხვდება წინ წლებში, როგორ იცით, გახარებულია რა, რომ აი შევარდნაძეს ხელი ჩამოართვა და აპატია შვილის კვლელობა. აი წერეთლის დედა რო წერს იქ არ ვიცი, გადახედე თუ არ ეხლა ეს სირცხვილი არის რა. რა პატი, შენ ჯერ ვინახარ ღმერთი ხარ? ან რატო ამ დედასთან გამოდი ტელევიზიიდან და თქვი, თუ ესეთი დამძიმებული მიმით მიდიხარ საფლავში, ამას ეუბნები სახში გარდაცვლილის დედას? გამოდი ტელევიზიით და თქვი, ხო, ის საქართველოს მოქალაქეები იყო და მარტო მშობლის შვილი კი არ იყო. ის საქართველოს როგორც სამშობლოს იმის მოქალაქე იყო ის ყველა და ჩვენც გვეკუთვნოდა ის ადამიანები და მარტო დედას რო ეუბნები ამას. მეც დავზარალდი, მეც დამაზარალე შენ ის რომ მოკალის. მე რა ვიცი ჩემი შვილი არ არის. ის მოქალაქეა და ქართველი არის და ახალგაზრდაა და ასოცირებას ახდენს ჩემ შვილთან. და მე რატო არ მეუნები ამას? და ის დაიბარე ცალკე და ეუბნები, ხო? ასე რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი. ეხლა რა შეეხება ამ პიროვნებას, ხო? აი როცა გაინტერესებს უშუალოდ ჩემი აზრი ამ ადამიანის შესახებ. და მე უკვე ანალიზები რა ხდება მასთან დაკავშირებით. ხო, საბუთები რა თქმა უნდა ოფიციალური დოკუმენტები არის და ეს დარწმუნებული ვარ თუ ვიღაცა მიუწვდება გამოფენს, ყველაფერი იბეჭდებოდა ჩვენთან, ყველაფერი იწერებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა გავხსნათ პიროვნება, ვის ემსახურებოდა ეს, სიკეთეს თუ ბოროტებას. თუ შევთანხმდებით იმაში, რომ ეს საბჭოთა სისტემა, ეს ბოროტების იმპერია იყო, თითქმის ამას ყველა იცახის. სულ ყველა ვინც ემსახურებოდა ამას, ისეც იცახის, ვინც არ ემსახურებოდა, ისეც იცახის. ესე შევთანხმდით, რომ ყველა იღებს იმას, რომ საბჭოთა კავშირი, იმპერია ეს იყო ბოროტების. თავად გარბაჩოვი იძახდა მე ამას, თავად შევარდნაძე, ну დისიდენტები ხო იძახდნენ და იძახდნენ. ეხლა თუ ამაზე ჩვენ შევთანხმდებით, რომ ეს ბოროტების იმპერია იყო, მაშინ აქედან გავხსნით, გამიგეს ვინ არის? რა პიროვნება? ძალიან ადვილი არის, ხო? ამ სოფხედულობასთან სათავეში ვინც არის იდეოლოგიური მუშაკები, უკვე ჩვენ აღარ დაგჭირდება, იცი ჭორები, რას ფიქრობს, ქუჩაში რა თქვა, არა. თავარი არის განა ის სახში რას იძახი. თავარი არის ტელევიზიიდან რას იძახი, იმიტომ რომ ტელევიზიას ხალხი usmens, რადიოს, წიგნებს და კითხულობს შენ გამოვიდა. სახში ცოლთან შენ გულახდელი ხარ და ვიღაცა მშობელთან იქ მოინანიე? მე რა? რა სისულელია ესა? ასე ის არაგულწრფელობაში ჩაკეთულება შენ. ამის კარიერა ძალიან ისეთი იყო, ვიცი? კომკავშირი, საფერშლო იმის დაამთავრა ქუთაისში, დაბადებულია სოფელში, ლანჩხუთში, მამათში და ესეც უნდა ვიცოდეთ ეგ ფენომენი რა ხალხია, ყველა კუთხეს თავის ფსიქოლოგია აქვს, თავისი რაღაცა წარმართული შეხედულება ყველაფერზე, სამშობლოზეც, ამიტომ კუთხური ფსიქოლოგიაც უნდა შევისწავლოთ, კახელს სხვანაირი ფსიქოლოგია აქვს, ზოგადი ფსიქოლოგიაც უნდა ვიცოდეთ, ქართველი ფენომენი, მერე ზოგად კავკასიური ცნობიერებაც უნდა შევისწავლოთ, ზოგად კავკასიურ ცნობიერებაში ოჯახში ვინ შედის, დიფერენცირებული და ასე ჩამოვალთ ჩვენ კუთხურობამდე. ჯერ ზოგად კავკასიაში შედის დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები, ქართველები, აზერბაიჯანელი, სომხები. ხო, ამათ ერთი რაღაც საერთო გუგაბატონო ნამდვილად აქვთ რა. ერთი რაღაც საერთო. მერე ტრადიციები, ჩაცმა, ყველაფერი, ფოლკლორი, ყველაფერი, მერე ცხოვრების წესები, კულინარია, მერე მკაცრ პირობებში ცხოვრება, მთებში ცხოვრება უყვართ, სულ ყველას მთის ხალხია, ვინც ჩამოთვალეთ, ხო? ყლდე და ღრეები არის, რა ქვია, სასომხეთში, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ამიერკავკასია და ჩრდილოკავკასია. ჩრდილოკავკასიის კავკასიელები რუსულ იმაში შედიან, ეხლა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ერთ ძმურ ოჯახში ვიყავით ყველა. აბსოლუტურად ყველა
ერთი იმაში ვიყავით სუბიექტები იყო ცოტა განსხვავებული ჩვენ რესპუბლიკად ვიყავით შესული და აღესტნები ჩეჩნები და ისინი როგორც ოლქები და ესე იყო შესული ავტონომიები შემდეგ ეხლა თუ გავითვალისწინებთ კიდე იმასაც რომ საქართველოს როგორც აი ზოგად კავკასიურ ცნობიერებაში კიდე გამორჩეული არის ასევე ქართული ცნობიერება ზოგად ქართული ცნობიერებაც დიფერენცირებას ექვემდებარება და უკვე სრულ სხვა ფსიქოლოგია აქვს რაჭველს სვანს იმერელს ქართლელს კახელს გურულს და ასე შემდეგ რო გაყვი აჭარელს და ასევე ქალაქელის ცნობიერება ნამდვილად განსხვავდება პროვინციელის ცნობიერებისაგან შენთვის უფრო ადვილი გასაგები ეს ვიდრე ბოგანოსთვის მივალთ ახლა გურული როგორი ტიპია გურული ტიპი და ქართლელი სრულად განსხვავდება გურული რაჭველისაგან რაჭველი ისეთი ფსიქოლოგიის მატარებელია როგორც გურულს ახასიათებს ტყუილები მამაძაღლობა რაღაც აი ესეთი საუბარში იუმორი მერე შაყირი ვერ გაიგებ როდის სწორს ლაპარაკობს და როდის არა აი მე აქცენტ ყურადღებას ეს ფენომენი და აი ეს ახლა რომ ჩავაჯინოთ ქართულ გურული ფსიქოლოგია თან გურიაშიდაც არის დიფერენცირება ლანჩხუთელი გურული სხვანაირია ჩოხატაურელი სხვანაირია ხო მახარაძელი სხვანაირია განსხვავებებია ამ განსხვავებას მარტო აი ღრმა ფსიქოლოგიური კვლევა შედეგით თუ მიხვდები თორე ისე ზედაპირ განსხვავებულია მაგალითად იმის დამიხედვით როგორი იმაში ცხოვრობს ბარში თუ მთაში ესეც ანსხვავებს პიროვნებას ეს კაცი გურის ყველაზე მძიმე სექტორიდან არის აი ესეთი ცნობიერი აი ლანჩხუთელები უფრო ხასიათდებიან ახირებულობით ცბიერებით და მამაძაღლობით ვიდრე ვთქვათ აი ჩოხატაურის გურულები ეს დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში მამათელები ცნობილი არიან როგორც რა ვიცი აი უჯიგრო ხალხი რა სულ მოჯუჯღუნე ხალხი ეხლა დააკვირდი აი ეს როგორ მოეგო საბჭოთა იდეოლოგიას და დაიწყო ამის კარიერა სოფლიდან სკოლის დამთავრება ქუთაისში საფერშლოს სწავლა ფერშალი მერე კომკავშირიდან წავიდა და აბსოლუტურად იყო შემსრულებელი ყველაფრის არასოდეს ეს აზროვნებას არ უქვემდებარებდა რასაც უბრძანებდნენ ამ ხრივ საბჭოთა კავშირი იყო უცნაური და სტალინესაც მოწონდა ხალხი რომ თუ კითხვას დაუსვამდი უკვე შენ ეჭვის ქვეშ იყავი კითხვა არ უნდა დაგესვა არანაირად ესე იგი შენ იყავი შემსრულებელი გეტყოდნენ ეს უნდა გაკეთდეს მორჩა ულაპარაკოთ ცენტრს დაქვემდებარებული იყო ყველაფერი ამ კაცმა დაიწყო კომკავშირი მდივანი იქიდან წამოვიდა მერე ქალაქ ქუთაისის მერე მცხეთის ასე თანდათან მოდის და უკვე ცენტრში მოდის ამ დროს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი არის ჟავანაძე ეს კაცი ომგამოვლილი ძალიან ისეთი ძალიან მოღადავე ესეც გურული კაცია მაგრამ არა ლანჩხუთელი სულ სხვა გალაღებული თბილისში რო ფეხით დადის ჟავანაძის დროს იყო ძალიან ისეთი ძმაკაცობა რბილ დონეზე ძმაკაცობა ერთი ბოთლით გააკეთებდი საქმეს სიმხიარულე საჭმე სასმელი ოხრად დაყრილი ქალაქში ზედმეტად ყველაფერი გადატვირთული ის რა ქვია გასტრონომები ზედმეტად აი მოჭარბებული თუ როცა შეადარებ საქართველოს მაგ პერიოდს რუსეთის სოფლებს გაგიჟდებით რუსი იტყვის ჩვენა ვართ დამპყრობელი თუ ქართველები არიან ჩვენი დამპყრობელებიო ამას იტყოდნენ მაღაზი რო დაეთვალებ და ამბობდნენ კიდევაც ჟავანაძის დროს იყო ძალიან მაგარი აი ესეთი როგორ იცი რა დონეზე კორუფცია აი ფულით ჩააწყობდი ყველგან ყველაფერს ყველა კმაყოფილი იყო არავინ არ იყო უკმაყოფილო აწყობ მაგრამ გამოდის საქმე ნაცნობებითაც გამოდის ფულითაც გამოდის ყავს ნაცნობი ვიღაცა ათქმევნებ გაგიკეთებს ერთი რაღაც რესტორანში დაბატიშო არ ყავს მიხვალ უშუალოდ შენ პატარა ურმალის გადაუხდი რა გორკავ საქმეს გაგიკეთებს მთლიანი თელი ოჯახი ესე იყო საქართველო და ამიტომ იყო ესეთი გამოთქმა სანამ იყო ვასილა იყო ვასილაო ჯიბე იყო გავსილაო რომ მოვიდა შევარდნაძე შარვალი გვაქვს ჩავარდნაძე ნახე ხალხის ფოლკლორი რა მაგარია ამ ხრივ ხო და სისარგებლო ამით ჟავანაძე ხა ბოლომდე ხო ვერ გაიგებდა ვინ არის ედიკა ყველა ხომ არ იქნება ისე თქვა ესეთი კარიერისტი და ეს კარიერისტი ტიპი იყო და აგროვებდა ყველაფერი ამ მასალებს ცენტრს აძლევდა ყველაფერ ცნობებს და დადგა საკითხი ისე რომ ვინ არიავებს საბჭოთა ოჯახში ქონებას რომელი რესპუბლიკა აი საქართველო შევარდნაძე აძლევს ინფორმაციებს ცენტრს რომ ჟავანაძე ეს არის როგორ იცი კორუმპირებული ჩააწყობა დისციპლინა აღარ არის ქარხნებში აკეთებენ ისეთ ღვინოს და აყიდიან მოკლედ ფულიანია ყველა პატბოლნი ბიზნესია მართლა ჟავანაძეს იყოს ძალიან ისეთი აი ჩანასახები იმისა რაც ახლა არის აი რაღაცები მანუფაქტურული რაღაცები მე იქ ბიზნესი ცეხავიკობა ლევი პრავი ტავარები მოკლედ გაკეთდა ხალხი რა ყველა იშოვა ფული თითქმის ყველა კარგად ცხოვრობს ყველა მაგრად არის არავინ ჟავანაძეს არ აგინებს ჩაწყობა ყველგან ინსტიტუტში აბსოლუტურად ჩაწყობა ეს ნამდვილად იყო მაგრამ კმაყოფილი ყველა არის ყველა ხარობს ყველა ლაღობს
იაფობა არის. ეს არის რო გეუბნებით, ესე იგი 58, 19, 60, 61 წელიდან 73 წლამდე და ასე დროს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრად შევარდნაძეა და აბსოლუტურად აგროვებს მასალებს ჟავანაძის მოსატეხად. ამან უთხარა ძირი და ჟავანაძე ჩაუშვა რა. ყველა პარამეტრები. ეს გადაირია კაცი. მაგრამ კი არ მოუხსნია, ისა კი არ მოუკლია ჟავანაძე. რუსეთში წაიყვანეს რუსებმა და თავისებური იმით ის მაინც ძველი კაცი იყო, ბრეჟნევთან დაახლოებული, ჰქონდა იარაღი, საჩუქარი, აი ომში რო იყო და ძალიან ესეთი კაცი იყო რა, მოკლედ რა. ცნობილია რომ ხრუშოვი როდესაც გადაეკიდა სტალინს გამო საქართველოს და მთელი ქართველებს ერთღამეში გადასახლება უნდოდა ციმბერში, ჟავანაძეს რუსი ცოლი ყავდა და პირდაპირ გადააფიქრებინეს. აი ფეხში ჩაუვარდეს და ამაზე ხელი ააღებინეს. ეს ჟავანაძის დამსახურება იყო. თუ კარგზე ვილაპარაკებთ ყველაზე, მაშინ არც ჟავანაძე არ უნდა დავივიწყოთ და მე ვეძებე კარგი და შევარდნაძეზე კარგი მე პირადად ჩემ ცხოვრებაში ვერ დავიჭირე რა გააკეთა ამ კაცმა კარგი. მე ვერ დავიჭირე. მაგრამ აი წარმოიდგინეთ ის რასაც აკეთებდა ხრუშოვი, ეგ ტყუილი არ არის. ვაზები უნდა აეჩეხა კახეთში და სიმინდი უნდა დაეთესა. ეს აფრენდა რა ხრუშოვი. მოვიდა სულელი კაცი და ხრუშოვის დროს იყო ჟავანაძე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. და აი აგვაცილა ის საშინელებები, რაც ხრუშოვის ჩაფიქრებული ქონდა ქართველი ერის გასანადგურებლად სტალინის გამო. ხო, ცნობილია ეს, აი ამის კულტი და აგის ქართველების ჯინაზე, ესე იგი, ძეგლების მწვრება წავიდა აღება და საქართველოში ძალიან მძიმე პირობებში ჩავარდა ჟავანაძე, როდესაც დაიწყო უკვე სტალინის დაცვის მიტინგები, ძეგლების. და ეს არეულობა ძალიან იმოქმედა ჟავანაძეზე. ვერ გაწვდა ვერაფერს, იმიტომ რომ 56 წელს რაც მოხდა ეს ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა. მაშინ ჟავანაძე იყო სათავეში, მაგრამ ჟავანაძე გამოდიოდა ხალხურ ნუაკეთებთ ამას, უცნაური იყო ერი, რომ სტალინმა იმდენი ცუდი გააკეთა და ერი მაინც სტალინის ძეგლებს იცავდა. გადააგდა სტალინის ძეგლი, მაგის დედავადივე, კულტის, ესე იგი, კულტის საწინააღმდეგო ბრძოლა იყო, ხო? ქართველებმა კიდე კულტის დაცვა დაიწყეს. და აგ ჟავანაძე ახლა ვერაფერს ვერ გააწყობდა, ისეთი კაცრის იყო რა მაგ პერიოდში. ნუ ასე თუ ისე ეს პერიოდი ჩაიერა და ამის მერე კიდე იყო ჟავანაძე კარხანს და ალბათ ესეც ჩაიდეს გულში. ხრუშოვის მერე ბრეჟნევი მოდის და უკვე ბრეჟნევი რომ მოდის, რა თქმა უნდა, იმას თავის კაცი ჭირდება. და ჟავანაძე ხრუშოვის პერიოდია. მან ესე ხდებოდა. და ეს ადეკვატურად ეს ვერ ჩაეწერებოდა ბრეჟნევი და ჟავანაძე. იმიტომ რომ ხრუშოვი იყო ეგრეთ წოდებული დათმობის პერიოდი და ლიბერალიზაცია. და ჟავანაძე ზუსტად ესეთი იყო. და ბრეჟნევი მოვიდა უკვე დათმობა კი არა, მოჭერა. კაკების ამუშავება მაღალ დონეზე. ხო, მაღალ დონეზე სახელმწიფო უშუალოდ უნდა ამუშავდეს და იდეოლოგიას კრახი აქვს და ტყავი გავაწროთ. თუმცა ვერაფერი ვერ გააკეთეს მათ. ბრეჟნევი მოდის, 62-63 წელია, ხრუშოვი უკვე მიდის, ჟავანაძე ცოტა ხანს კიდე არის ბრეჟნევის იმაში და აი შევარდნაძე ახალი ტიპი რო გამოჩნდა საქართველოს იმაში, ჟავანაძე მოიყვანა ეგეც რა თქმა უნდა, საქართველოს იმაში გააღიზარდა ეგა და მერე მიიქციეს ყურადღება ცენტრიდან, ხო? აი ეს რომ მოჯდა შინაგან საქმეთა მინისტრად, რა თქმა უნდა, ეს ესეთი პოსტია, რომ უამრავი მასალები გაქვს და დაიწყო ძალიან ესეთი ინტრიგანული რაღაცეების მოპოვება. აი ესე გამოუთხარა ჟავანაძის ეს გაუშხუილა იქა და რო დადგა საკითხი უკვე გადაყენება ჟავანაძისა იცვლებოდა უკვე მთელ საბჭოთა კავშირში პირველი მდივნები ხრუშოვთან რომ მუშაობდნენ და რო დადგა ჟავანაძის თქვათ ახლა დროა გამო ვინ დავნიშნოთ, რამოდენიმე კანდიდატი იყო და შევარდნაძეს დაადეს ხელი. ჟავანაძემიც გადაცა ჟავანაძეს კითხეს, აი ვინ უნდა იყოს გამიგე, ვინ უნდა იყოს. ამან რამოდენიმე კანდიდატა შევარდნაძეს თქვა, მაგრამ თქვა რომ ამან რუსული არის, ის არის და აი ეს კანდიდატურა რომელიც ჟავანაძემ წარადგინა, დაწუნებული იქნა და აი ეს დაინიშნაო აი იმ დღიდან ამ კაცმა დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? ციხეები გაავსო. სულ ყველას იჭერდა. აბსოლუტურად და გულები დაუსკდა სულ ყველას. წავიდა მაგარის და ვითომ მოვიდა პროლეტარი, რა პროლეტარიატის დამცველი. ვითომ ეს გლეხო კაცი, პროვინციელი, ესე იგი, წოდებით ფეოდალურ წოდებას თუ გლეხურ ოჯახში, გაჭირებულში გაზრდილი. არავინ ამას ინტელიგენტი არ ყავდა. ნუ ერთი მხატვარი ვიცი, შევარდნაძე მე-19 საუკუნეში ისე რა, ნაროდნიკი, ამას არავინ არ ყავდა. და აი ეს კომპლექსი რო ქონდა ამ კაცს, თან განათლება ძუნწი, ქართული ლაპარაკი 0, რუსული საერთო არ იცის და არის ჩორკნის რა, პროვინციელია მოკლედ. ეს პროვინციელი კაცი მოჯდა სათავეში. ეს ხდება 73 წელს. ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად საქართველოს აირჩიეს ეგ და მას დაუყენეს მეორე რუსეთს კოლბინი ხომ და იწყება ამათი მოღვაწეობა საქართველოში და დაიწყო ყველაფერში რევიზია. კაცრი მილიციის მაღალ დონეზე აყვანა. მილიცია ფაქტურად ისეთ მდგომარეობაში ავიდა, პარალელები რომ მოძებნოთ სააკაშვილის დროს რო იყო
აი პოლიცია. ხო, მაგრამ ისეც არჩევდა ხალხს, შეყარა სულ ესეთი კომკავშირლები, იქიდან ახალგაზრდავა, დახვეწა მაღალ დონეზე. მე აშინებდა ყველას და ყველაფერს, იმ წელს ინსტიტუტებში ყველას ეშინოდა, ყველა რექტორი მოიხსნა. ძალიან ბევრს გულებ დაუსკდა. ციხეში წავიდა გელბახიანების სულ ყველა ეს ხალხი. მე თუ ვინმე რამეს აკეთებდა ეგრეთ წოდებული შავი ბიზნესი, სულ ყველაფერი ესე იგი წართმეული იქნა. ცხვარიჭამიაში დაჩები რომ სულ იკეთებდნენ ჟურნალისტებს, ამას სულ ყველას ჩამოართვა და მასიურად ხალხმა დაიწყო მოკლედ რაღაცა კონესატირილი. ქვეყანა გადაიყვანა ტალონებზე. შემოვიდა არაქის ტალონი, შაქრის ტალონი, ნელ-ნელა პურის ტალონი. მოკლედ ეს იუხვე გაქრა ნელ-ნელა დაიწყო მაღაზიებიდან პროდუქციის გაფუჭება წავითა. თუ მაშინ არ საჭიროებდა პროდუქციას გაჭირებას და მართლა ყველაფერი გემრიელად კეთდებოდა, იმიტომ რომ არ ჭირდებოდა. აგათა მე შიშის გამო ხალხმა ვინც მუშაობდა კვების სექტორებში, იპარავდნენ, სახში მიქონდათ და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში ნაგავს აჭმევდნენ ხალხს. ასე გაფუჭდა ყველაფერი ნელ-ნელა 73 წელს. რესტორნები დააკეტინა, დაიყვანა მინიმუმზე, სამწვადეები, სახინკლები დაიკეტა, ბარები და კაფეები ვითომ გახსნა. აი, ნახეთ როგორი პარალელებს იპოვი სააკაშვილიდან. რატო ტყილა კი არ წერდნენ მას კონსპექტები ეკო იმისი. ხო და აი ეს რომ მიდის ამავე დროს უტევს ეს ყველა გამომსვლელს. ყველა გამომსვლელს ეს იქნება ახალგაზრდა ინსტიტუტებში თუ რაიმე ესეთი აქვს დაუძინებელი მტერი არის ქართულისა, აი ეროვნულ ქართული რაღაცეებისა. ანსაკუთრებით ამოიჩემა აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, თამრიკო ჩხეიძე. ესენი ამოჩემებული ხალხი იყო. სულ კონტროლზე იყო, ზიად გამსახურდია, სულ მუდმივ კონტროლზე იყო. მთელი შევარდნაძის პერიოდში მის ოჯახს კაკები არ მოშორებია. სულ სახთან იდგნენ და ორ-ორი აყარავლობდა. სად მიდიოდა ეს ოჯახი, სად მოდიოდა? მუდმივი აი ესეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო გამსახურდი ეს ოჯახები. და ასეთ ოჯახში გაიზარდა ცოტნე, კონსტანტინე, აი ეს ბიჭი გიორგი. ხო, ასეთ ოჯახში რო გაიზრდები მუდმივი კონტროლში, მუდმივი იმაში, სკოლაში არ დადიან, ფაქტიურად ათვალწუნებული ყავთ ეს ოჯახი. აუჯანყა შევარდნაძემ მთელი საზოგადოება ამ გამსახურდიებს. ჭორები ყველაფერ ჭორებს უგონებდნენ, ყველაფერს რა, მხოლოდ ის რომ საბჭოთა კავშირის იმპერიას ძალიან შერბილებული ტონალობებით აკრიტიკებდა ზვიად გამსახურდია და შეფარვით ლიტერატურული ფორმით კონსტანტინე გამსახურდია. შეფარვით, ხო, იბრძოდა მთელი ცხოვრება გამგები რო იგავებით რა, იგაური ფორმით რომანებში სულ არის ასახული საბჭოთა იმპერიის საშინელება და საბჭოთა ის რომ დაიმონა საქართველო. მაგრამ მას მარტო ინტელექტუალური მკითხველი თუ წაიკითხავს და გაიგებს. რა ბრძოლა უწევდა კონსტანტინე გამსახურდიას სტალინურ რეჟიმში, მე იქით გადმოვიდა, პარადოქსია თან თანამშრომლობაც უწევს, მაგრამ მაინც ის თავის ქართულ რაღაც იმაში ზის რა. და ბუნებრივია ეს ოჯახი კონტროლზეა ყვანილი. ჩარჩოებშია და სულ ეჩხუბებიან, თავის დროზე კონსტანტინეც გაქცეული იყო სასომხეთში. ამათ შვილებს და იმას ხო საერთოდ არ მოშორებიან და განსაკუთრებით ათვალწუნებული იქნა ზვიად გამსახურდია 16-18 წლის ასაკში, როდესაც ეგეც იმ ქუთაისელ გოგონასთან ერთად აი დღევანდელ მარცხენა სანაპიროზე, მტკვრის სანაპიროზე ის რომ არის ქორწინებათა სახლი, აი იქ იყო ძეგლი სტალინის. და აი იქ ის ქუთაისელი გოგონა ხიშძე დაეკო. გამსახურდია მაშინ პატარა ბიჭი იყო და ეგეც იყო და რომ დაიჭირეს, მაშინ მამამისი მივარდა და არის ესეთი ისა და მოაღწია ჩემამდე ყურამდე რომ სილაც გააწნა მამამ ზვიადის, რომ მე ვერაფერი ვერ დავაკელი და შენ რა უნდა დააკლო ამათო. რომ არ მოეწონა შვილის დისიდენტური გამოხტომა ახალგაზრდებს რო ჩაუდგა სათავეში ზვიადი, უნივერსიტეტის სტუდენტი იყო თუ არ ვცლები, სულიად ახალგაზრდა. აი აქედან ის კონტროლზე იქნა აყვანილი და სულ ადევნებდნენ თვალყურს. რა თქმა უნდა ედიკა იყო ჩეკისტი, ეს პირწმინდად გაიარა ამან, ეს არ იყო ფსიქოლოგ-ჰუმანისტი. ეს იყო პირდაპირ გაგებით ჩეკისტი ვინ იქონდა, მილიციიდან მოვიდა პარტიაში, აი მილიცია, ამ ორგანოდან მოვიდა, აი შინაგან სამინისტროს ორგანო და გადავიდა იდეოლოგიაში და ხალხსაც ესე არჩევდა. გვერდზე დაიყინა მწერლები, ლიტერატორები და ყველა შეუძრა ედიკას, რო ნახეს ძლიერი ხელი აქვს, ძლიერი და მკაცრი არის, დაუნდობელი, აბსოლუტურად ყველამ თაყვანისცა. მე ვერ დავასახელებ, ვინც თაყვანი არასა ის გაწირა ამ კაცმა. და აკაკი ბაქრაძეც ათვალწუნებული იყო, საერთოდ გააგდეს თეატრიდან, არავის გვერდზე არ დაუდგა. ამგაც არა ეს დაუღალავად ლაპარაკობდა ინტელექტუალურ დონეზე, ლექციებით წაართვეს, ყველაფერი წაართვეს, საერთოდ შვილითაც დაემუქრეს, მეთქდა ედვარდ შევარდნაძე. ნოდარ ნათაძეს დაემუქრენ, დაიჭირეს, დაემუქრენ რაღაცა საიზღარიმით, რომ გაუპატიურება და რაღაცა ხელი ააღებინეს თელერიგ რაღაცებს. ეს ყველაფერი არის 70-იანი წლები, 70-იანი წლების ეგ 14, 15, 16, 17, 18, 19, 80, 91 და მე თანდათან ახლა როცა უკვე გარბაჩოვი მოდის, ეს ნახე რასაკეთებს. შევარდნაძე აბსოლუტურად დისიდენტური მოძრაობა მოახშო. ფსიქიატრიული დაწესებულებები გაავსო ეგრეთ წოდებული მათი გაგებით დისიდენტებით, რომელსაც ესეთი სამედიცინო ის დაურთეს.
აი ესეთი დიაგნოზი. ვიალა ციკუს შიზოფრენია. ესე იგი, მდორედ გამდინარე შიზოფრენია. ეს ისეთი დიაგნოზი იყო, ხმას ვერ ამოიღებდი რა. და ამით ისტუმრებდნენ კეთილივით რომ ზრახვებით რომ უნკურნალონ. წამლები და ბევრი ვერ უძლებდა და გიждდებოდა. აი ესე წამებით მოკლეს სულიად ახალგაზრდა გოგონა ნაზი შამანაური. ეს იყო ჩვეულებრივი ჟურნალისტი საბჭოთა დამთავრებული სოფლის ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენების ებრძოდა და ამიტომ ნეგატიურ მოვლენებს თუ დაუწყებ ბრძოლას, მაშინ ეს კრიტიკაა შევარდნაძის, იმიტომ რომ ეს მოვიდა ნეგატივიზმის აღმოსაფხვრელად. და უკვე რომ მოვიდა ეს და შენ მიწერ ნეგატივზე, ეს უკვე ჩემი ის არის, კრიტიკა. თორე ეს ხალი არაფერს არ იძახდა, დავანგრიოთ რუსეთი, მოკლათ კაციშვილი არც ზვიად გამსახურდი არ გამოდიოდა, გამოსვლებით რომ ცირა დავამხოთ ქვეყანა. არა, თავისუფლად აზროვნებდა ხალხი ელემენტარულად. ეს იყო ამათი მტერი აუთავებლად. ასეთი ერთგული კაცი ახლა რა თქმა უნდა შეუმჩნეველი რუსეთს არ დარჩებოდა და ასეთი ერთგული მასაც აგენტი ყავდა მეორე მდივნის სახით, მეორე მდივანი რა და დაკლას უკეთებდა, რასაკეთებს ედიკა. ამიტომ ამან ზედმეტად თავი მოაწონა კრემლს, რომ არის ეს პირდაპირ მათი კაცი, რომ არ ინდობს ქართველებს. თუ არ დაინდობ ქართველებს, ესე იგი ჩემი კაცი ხარ. ყველა ამბავში. და ამან უფრო გადააჭარბა, ვიდრე სთხოვდნენ. ახლა იქიდან მართლა ის კი არ იყო ყველა დახოცე და ისე გაერთო ეს ამ დაჭერებში კრემლიდან ბრძანება მოვიდა შეწყვიტა ეგაო და შეაჩერა. ხო, უკვე გააქვსო ციხეებით რა. ახლა მიდის საჩივრები რუსეთშიც, ხო? ყველა საჩივრები მიდიოდა მერე კრემლში, მოსკოვში მიდის, ცენტრი ეგ იყო, რომ რასაკეთებდა ეს კაცი. და მიუთითეს, რომ ახლა გაჩერდა და გააჩერდა. და დაბუქსავდა თუ არა, წავიდა ლიბერალიზმი. და ამან თავისი კალანი შეკრა და ემზადებ ახლა მომავალი რაღაცეებისთვის. და იმ ბიჭების ახოცვა თვითმფრინავის გადაცემა, ეს ჩაწყობილი ამბავია. ეს ყველა მიცოდა, რომ ეგ მიაწოდეს ეგ ამბავი. ეგ არის ჩაწყობილი ვარიანტი იმ გაგებით, რომ გასყდა ეგ ამბავი. კაცო, გაახეთქილი ამბავი ვიღაცამ ხო გასცა. და ვიღაცამ ხო იცოდა. გაუშვეს ბიჭები, არ გაჩხერიკეს, ისე აიყვანეს თვითმფრინავში და ბოლოს მოატრიალეს. და ასვეს და აგ შევარდნაძე გამოჩნდა როგორც იდეოლოგიის ძალიან კარგი დამცველი და დაუნდობელი კაცი. მოყარე რუსებისა, უკრაინელებისა, სომხებისა, თათრებისა, აი ესეთი მედია საშუალებები ჩაერთო და ამუშავდა. რომ აი ეს ქართველები, ეს ვიგინდარები, სად მირბიან, სამშობლოს მოღალატეები, სად გადიან, ესენი დავხოცოთ, მოკლედ ამუშავდა მანქანა, კოლექტიური ხელწერილები, ქარხნების მუშები, შეცდომაში ყავთ მუშები, რომ ესენი არიან მოღალატეები, გარბიან, ჩვენი ქვეყანა არ უყვართ. რა უნდა ახლა მუშის გამოთაყვანებას? შეიქმნა ეს წერილები და სასტიკი განაჩელი საზოგადოებამ გამოუტანა ბიჭებს. ედიკა კოლექტიური ცნობიერებით ხელმძღვანელობდა. თვითონ კი არ წვიტავდა ამ საკითხს. მამაძაღლური ხერხია. დააწერინა მწერლებს, სულ ყველაფერს ხელი მოაწერინა მთელ ინტელიგენციას. იშვიათი გამონაკლისის გარდა. რა თქმა უნდა მონაწილეობდა 100% ჩიოლაშვილი. ყველაფერში მონაწილეობდა ეგ. სულ მხარში ედგა მაღალ დონეზე, როდესაც ეგ ივერიელის იმით იყო აყვანილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, როგორც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დაბადებული ოსეთში, შიოლაშვილი, სწავლა-განათლება რუსულში მიიღო, იქ იყო აი სასულიეროში გაუშვეს და სასაცილო ის არის სტალინს დროს, ახლა სასულიეროში ვინ გაგიშვებს და ქრისტეზე ვინ გალაპარაკებს, სტალინს არ წამდა ქრისტესი და ქრისტიანულ სამხედროებას გაზიარებდა ვინმე. ამას ამზადებდნენ. უბრალოდ საბჭოთა იდეოლოგიაში სხვა რელიგიური სხვა არ შესულიყო ვინმე, თავის კაცი ჩააცვეს ფორმა, მიცეს ტიტულები და ასე მოატყუეს ერი. ერმა რომ 77 წელია და ეს შემოდის ჩვენი ბატონი შიოლაშვილი, ერი არის გახარებული, რომ აი ეს გაანთავისუფლეს. ნახე რა მაგარია, ესე იგი შევარდნაძეს ადეკვატური ის მოუძებნეს სასულიერო წინსკლებში მოღვაწე. ამ დროს ორივე ათეისტია. ხო, ეს შენიღული საშინელი და ჩააჯინეს ეგ. ამან უნდა გააკონტროლოს ლიბერალიზმი, რო არის ეკლესიაში ვინ შედის, ვინ გამოდის და მთელი დანოსები მიდის. რათა კონტროლზე ყავდეთ სულ ყველა. ასე დროს იჭერენ მერაბ კოსტავას, იჭერენ ზვიად გამსახურდიას. უკვე ჩაავლეს მაღალ დონეზე. ზვიად გამსახურდია ჩააყენეს ისეთ პირობებში, რომ ბოდიშები ახდენეს ტელევიზიიდან. მერაბ კოსტავას ვერაფერი ვერ დააკლეს და რუსებმა გაიხმეს იქით და იქ რა ვიცი როგორ აწვალებდნენ კაცშვილმა არ იცის. რა გაიარა მაგან ციხეში, როგორ იწა კაცი ფაქტურად გიჟი გამოვიდა ციხიდან და მე ხვდებოდი როგორ აწამებდნენ მაგას, ყველა ვერ გაუძლებს. აი ამას აკეთებდა ეს ჩვენი ედვარდ შევარდნაძე. ინტელიგენტების შვილები როგორც იყო რეზო ჩხეიძის შვილი და მაგას ცოტა ესეთი რბილ საკანში მოათავსებდნენ ხოლმე, სადაც ელემენტარულად პატივს სცემდნენ. იმიტომ რეზო ჩხეიძეს დიდი თანამდებობა ეჭირა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იყო, რეჟისორი და ეს ცნობილი მიღებული კაცი იყო კრემლში. რა თქმა უნდა ელემენტარულად მიშვილსაც რაღაცნაირად იმას უზამდნენ ლიბერალიზმი, ახლა სტალინის პერიოდი რო ყოფილიყო, მაგასაც მიაყოლებდნენ, მაგრამ გამიჯნეს მამა შვილისაგან და მამა არ კაცად ცნეს, შვილი გიჟად ავადმყოფად გამოაცხადეს და აპატიეს და გამოუშვეს 5 წლის მერე.
მაგრამ დაჩუტული და გაუბედურებული იყო რა. გაუბედურებული ხალი იყო. და ამერიკო ჩხეიძე 30 წლის ასაკში რო ნახავდით რა. ამას ხალის არაფერი არ იტყობოდა. და აი ეროვნული მოძრაობა რო დაიწყო უკვე და 82 წლის მერე რეჟიმი ვიკვდება და უკვე იცოლება სიტუაციები პოლიტიკური და მოდის გარბაჩოვს მოაქვს სულელური რაღაცეები, ტერმინები, პერესტროიკა და გლასნოსცი. და იწყება გადახალისება. ხო, მაგრამ მას ჰქონდა სხვა რაღაცა თანაფიქრი, მოუვიდა სხვა რაღაცა. მოიხიბლა დასავლეთით, ატარეს ზეთქვით, შეაქეთ დასავლეთი, მაგრამ მუშაობდა საბჭოთა კავშირის გრევას ხელს უწყობდა ღირებულებების შეთავაზებით და გადაბირებით ხალხის კერძო. სულ ტას გიკრავს, სულ მაგარი ხარ, მე განხეთქილება შემოაქვს, აი ქართველების იწევს სულ კონცერტებზე და მაგრები არიან, ეს რო იმპერიაში არ იყოს უფრო მაგარი იქნება. თან ესე ვიღაცეები შევიდნენ ილუზიაში, რომ რუსეთთან არ ვიყოთ, ჩვენ მაგრები ვიქნებით. ესე იგი შიგნიდან დასავლეთი აჯანყებს ამ პატარა რესპუბლიკელს და ეგრეთ წოდებულ დამონებულებს, რომ აუჯანყდნენ. აბა თვითონ ხوار დაუწყებდა ომს. და ეს იწყება უკვე ასე ეგრეთ წოდებული გარბაჩოვის მეორე მესამე პერიოდი, დათბობის პერიოდი. და საქართველოში, რა თქმა უნდა, უკვე ამის მერე ბიჭების დახვერტის მერე შევარდნაძე გადაისროლეს. იქით და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მისცეს. ფაქტურად ეს ისეთი პოსტია, რომ ფასეკუთვნი მაინც და მრჩევლები ყავდა, თვითონ რუსული საერთო თარიცოდა და ფოსტალიონის როლი აქვს რა, კრემლი რასაც გეტყვის, დაგავალებს, უნდა წაიღო და გადასცე. მეტი არაფერი. და იმიჯი შეუქმნეს ისეთი, რომ ეს არის გენიოსი. მის დანიშვნას დასავლეთი გამოეხმაურა, როგორც ნეგატიურად რომ ბნელი კაცი მოიყვანეს ისევ და კიდე ერთხელ რომ საბჭოთა კავშირი რა დამყაყებული და დამპალია და იწერება დასავლეთში წიგნები საბჭოთა კავშირის სულ მალე დანგრევაზე და რამოდენიმე წინასწარმეტყველი რომანების დაიწერა და თანარგებიც იყო 88 წელი, 99, ზუსტად ვერავინ ვერ გათვალა, მოგეხსენებათ 91 წელს დაემხო ეგ ყველაფერი, მაგრამ თვითონ ზემოდან წავიდა ეს ამბავი. ხლა თანამდებობა ისეთი მაღალი აქვს შევარდნაძეც რომ გადაწყობა რომ დაიწყო, ეს ადგილს კარგავს. ამიტომ რესპუბლიკები რომ არ გაეშვათ შევარდნაძეს ისევ შემოგვიცურებენ. მანამდე შევარდნაძეზე არის ზეიმი რომ ეს წავიდა თეთრემელად წოდებული ზვიად გამსახურდია გრეალებს და არჩევნები ტარდება და მთელი ერი თლიანად გამსახურდიას ირჩევს არზეიმით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ასე ინიშნება პირველი პრეზიდენტად, რომელმაც დაიწყო რაღაც თავისებური ეგზალტირებული მმართველობა და ეგზალტაციით არაფერი არ გამოვა. კადრები ვერ მოაგროვა მან, ყველა მოღალატა, თავისი მეგობრები, კლასელები გვერდზე დაიყენა, ცოტა ისეთი ქუჩიდან ხალხი დასვა პარლამენტში, სხვანაირად არ გამოდიოდა, ვინც გვერდზე იყო და ძალიან მაგარი დომხალი იყო პარლამენტში. ერთი წელი იყო ქაოსის წელი, 90 წელი ხო, 91 წელი ქაოსის პერიოდი იყო და გამსახურდი ამას დიდხანს ვერ გაუძლებდა. რეჟიმი უკვე მოირყა. ქუჩებში არის დაკა ეროვნული გახურებებია. შევარდნაძემ მანამდე აფხაზეთში წამოიწყო ომი და ჩააბარა რუსებს. აფხაზეთის ჩაბარება დაუფასა რუსებმა და გამსახურდია ჩამოაშორა და თვითონ გაამეფა კიდე 10 წელი თუ 2003 წელი. ეს რუსებმა გააკეთეს. ერთგულება დაუმტკიცა რა შევარდნაძემ, ამებმაც ერთგულებით უპასუხეს. მაგრამ მე შევარდნაძე ილუზიაში შევიდა და დასავლეთთან საქმე დაიწყო. აი აქ პუტინმა ეს აღარ გაიკარა. და უკვე ეძებენ პუტინის ადეკვატურ მმართველს საქართველოში. ასეთად გამოიძებნა 3-დან 1. ბურჯანაძე იყო, ჟანია და სააკაშვილი. სააკაშვილი წარადგინეს. სააკაშვილი მოწონებული იქნა როგორც დასავლეთ ყველა შეთანხმდნენ, ედიკასთანაც მოითათბირეს და არ უნდოდა, მაგრამ ეს სპექტაკლიც გაითამაშეს. ვითომ რევოლუცია. ეგ იყო გათამაშებული, დადგმული სპექტაკლი, არავითარი რევოლუცია მან დაიყო. ეს იყო დიდი ხნის მერე პუტუ, როგორც იქნა დააჯერეს და დაარწმუნეს შევარდნაძე, რომ არაფერი ხიფათი არ გემუქრება არჩენ ოჯახს და მართლაც ეს შესრულდა. დაუნიშნეს ისეთი კაცი, რომ ყველას რაღაც ისეთი იმეებში მოყვა, თქვა რეპრესიებში, მაგრამ შევარდნაძის ოჯახი რეპრესიებში აცდა. არავინ არც ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, არც გინება, არაფერი არ იყო. ტელევიზიაში შეჩერდა, დოკუმენტური ფილმები ამაზე გაჩერდა, დოკუმენტები გაჩერდა, ამის საქმეებს არავინ აღარ იძიებს, არ იძიებენ პირველი პრეზიდენტის მკვლელობას, არავინ არ იძიებს იმას, რომ დაემხო თუ არა ზვიად გამსახურდიას, ეს დამხობილი იყო. ეს დიდი შეცდომა იყო, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება არჩევნების გზით მოსული პრეზიდენტის დამხობა და წამოიწყო სამოქალაქო ომი, ესეც პროვოცირებული ომი. ეგ ხომ სამოქალაქო ომი არ იყო. ეს იყო ერთი მუჭა ხალხის ინტერესები, ამიგად რა გადმოაგდეს გამსახურდია და წავიდა აგიტაცია პროპაგანდა, რომ ის იყო ფაშისტი. გამსახურდია არავითარი ფაშისტი არ იყო, ეს იყო ჰუმანისტი, ეს იყო პოეტი, ეს იყო მწერალი, თარგმნელი, ჰუმანისტი კაცი იყო, კაცი, რომელსაც კაცის მოკლა არ შეეძლო. და სულ აი ვარდები ვესროლოთ და არ დავხოცოთ, იმიტომ რომ თვითონ გამოიარა ეს დისიდენტობა, ციხეში ჯდომა და როგორ დაუშვებდა იმას, რომ ვინმე ციხეში ყოფილიყო. ამას უყველა გარეთ გამოუშვა. ამის პრობლემა ეგ იყო. ყველა გარეთ გამოუშვა, ჯაბა, სულ ყველა კრიმინალები, სულ ყველა
მის საუბრება ჯაბას შეექმნა კრიმინალთა გაერთიანება, რომელსაც მხედრიონი დაერქვა და გაერთიანდა თითქმის ყველა კრიმინალი, ყველა ნაციხარი. 5-6 კაცზე მე ვიცნობდი, რომელსაც 10ჯერ ჰქონდა ნასამართლებელი. დანარჩენზე აღარ ვიტყვი ჭორს. პირადად ვიცნობდი, ერთ-ერთი ჩემი მეზობელი იყო, რომელიც მუდმივად გაუპატიურების ცდელობაზე, არასრულწლოვანი ბავშვების გაუპატიურებაზე იჯდა, აი ეს გვარსაც ვიტყვის, აი ვაჟა ჯალიაშვილი. აი ესეთი კაცი იყო მხედრიონში. და ახლა ეს ერთი კი არა. რატომღაც ხედავთ, აი ეს ხალხი შევიდა ჯაბასთან. მე ამის აპირისპირო თეთრი გვარდიაც, მოკლედ აერია რა მონასტერი. და ჯაბასთან იყვნენ ხულიგნები, თოფობანა ვისაც ევასება, აჩაღები და ძარცვავდნენ ყველაფერს რა. ყველა აი დაეცემოდნენ სახს, ქურდავდნენ. სამეგრელო ააწიოკეს. აი მთლიანად აწიოკდა. იმის გამო რომ ზვიად გამსახურდი აითვალისწინეს. ესე იგი აუპატიურებდნენ ქალებს, აი დაიტაცეს ქონება და როგორ დაასრულა ამ ეგრეთ წოდებულმა მხედრიონებმა ვაჟა ჯალიაშვილმა სიცოცხლე, მთელი 76 ტყვია სასქესო ორგანოში ჰქონდა ნასროლი. ისე ასე იძიეს შური, ასე მოკვდა ის და მის დასაფლავებას ესწრებოდა სიგუა, ნოდარ ნათაძე, კიტოვანი, ჩემი თვალით ყომაქს ნანახი. 2 მეტრაში, ჩემი თვალით ნანახი ესენი, იმიტომ რომ მე ის მეზობელთან იყვნენ. ქელეხზე ნოდარ ნათაძეც ქეიფობდა, სიგუაც ქეიფობდა და ყველა ეს ხალხი ზვიადის გადაუდგა. აი ესეთი დომხალი იყო და ეს ყველა ეს ხალხი ედვარდ შევარდნაძე როგორც მხსნელად ეხვეწებიან, უჩოქებენ რომ მოსკოვიდან ჩამოვიდეს. ამ დროს ყველაფერი დადგმულია მისი. აი ესეთი აკოთებულ სიტუაციაში შემოდის ედვარდი, სვავიწყდება ხალხს რომ ეს თეთრი მელად წოდებული იყო. დახოცა ხალხი. უცნაურია, შიოლაშვილმა დიდი როლი ითამაშა, მთელი ეს ხალხი დააჩოქა, რომ გაითამაშა შევარდნაძემ, ვითომ წასვლა. დააჩოქა ეს ხალხი და ეხვეწებიან დარჩენას. აი შიოლაშვილს ძალიან დიდი ცოდვა აქვს რა. ეს არის ამის ტყუპისცალი. ამიტომ შემთხვევითი არ არის ის რომ ეხლა შევარდნაძე კი გარდაიცვალა. აუცილებლად ამას ეხლა ამ წელს ესეც მიყვება. მაქსიმუმ 1 წელი. თუ უკვე მეყოლილი არა, იმიტომ რომ კანონზომიერება ზოგადი ღმერთიდან უნდა იყოს და არის. რა ცალკე საკითხი ეხლა ეს მასალები ჩვენ თეოლოგიურად განვიხილოთ ამას მე შემიძლია ცალკე აღიხსნათ ეს ვინ დაუშვა და რატო ხდება ერი, რატო ისჯება ესე. მაგრამ ის რომ შევარდნაძე იყო არჩეული ძალიან ცუდი როლში. ეს იყო თუ ღვთაებრივი იმიდან წესრიგიდან მიხედავთ, ან ფატალიზმიდან, ან თქვათ რელიგიიდან გადავალთ, ამას დაეკისრა ხალხის წამება და ტანჯვა. აი ასეთი როლი ეკისრია ამ კაცს, ხო და როგორც იუდამ აი ღმერთის გეგმაში ითამაშა საბედისწერო როლი თავისთვის. ჯოჯოხეთში წავიდა იმისათვის, რომ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა და თავი ჩამოიხრჩო იმის მაგვრად, რომ მოენანიებინა. ასე რომ მონანიება კარგი არის, ვინ არის უცდომელი და უშეცდომო. შევარდნაძეს თავისი კლანი ყავდა იქ. არჩევნები ხო ამის დროს ეს იყო საზიზღრობა. ინსტიტუტში რა ხდებოდა? ეს სწავლა არ იყო რა. გამუდმებით ამის ყრილობების სწავლა, აი ეს ისტორიული მატერიალიზმი, დიალექტიკური მატერიალიზმი, მეცნიერული კომუნიზმი, ტვინის ამოღება. და თუ ვინმე სხვანაირად აზროვნებდა, მომენტალურად კონტროლზე იყო აყვანილი. რა თქმა უნდა, სტრესირებული იყო გამსახურდიების ოჯახი. ბავშვები გაიზარდნენ და კიდე ქვებს რო არიცრიან, მე გაოცებული ვარ. რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ბავშვები? ამათ სკოლაში არ უვლიათ, დაცინოდნენ, მთელი ერი ამ ოჯახს აგინებდა გაზეთებიდან. ის გაზეთები შენახულია, წამლავდნენ, აი იწამლებოდა ოჯახი. იყო ჩაკეტილი, ფაქტურად თბილისში ცხოვრობდნენ ესენი, გარეთ ვერ გადიოდნენ. სკოლაში როგორ ივლდნენ, მასწავლებელი დადიოდნენ. ათვალწუნებული იყო, ხო? ფსიქოლოგიური ზეწოლად საშინელება არის. მე სულ მუდმივად რომ ტერორი ხდება, ფსიქოლოგიური, ხო შეიძლება მოუფშტინო, ხო? და აი ასეთ ვითარებაში იყო ეს ყველა ეს ხალხი და ზვიადიც მე რომ მოვიდა სათავეში, რა თქმა უნდა, შევარდნაძეს გულზე ესობოდა, იმიტომ რომ ამ კაცს უამრავი ის ქონდა უკვე მასალები. უკვე მივიდა იმასთან, რომ ამოიღოს არქივები, დადო და მართლაც დადო, მაგრამ რა დადო. იქ რომ ამან ნახა რომ სულ ყველა იყო სისტემის თანამშრომლები, მოკლედ აღარ იცოდა გამსახურდია ვისთან დაეჭირა საქმე. აი ვეღარ გაერკვა ამაში. სულ ყველა იყო მონაწილე აი იმპერიაში, რუსული იმპერიაში და სულ აგენტები. და მე მთლიანად სულ ყველამ რომ ეს თავის თავზე შიში გრძნეს თუ რაღაცა გადაუდგნენ გამსახურდიას. გამსახურდიას არ იყო პოლიტიკური სიცფიერე, რაც ქონდა შევარდნაძეს. შევარდნაძე მიცოდა ინგლისური პოლიტიკა, ესე იგი, მოიქრთა მე ტიპი, იმასაკენი გასვარე და ხელთ გეყოლება. ტყავი გააძრე მერე. ჩააჯინე, რამე შეცდომა დააშვებინე და ამით დაიჭირე. ამას ეგაგეთებდა გასვრიდა ტიპს, პატიოსანს და ამით დაგიჭერ. გამსახურდიას ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს პოეტი იყო, კაცო, ეს მწერალი იყო, ეს სხვა კაცი იყო რა. ეს არ იყო კარიერისტი. ეს საქართველოზე ფანატიკურად შეყვარული ადამიანი. ამის პრობლემა იყო რელიგიურ რანგში საქართველოს როგორც სუბიექტის აყვანა, საქართველოს ისტორიის გაღმერთება
და ისეთნაირად წარმოჩენა ქართველი ერისა, რომ სოფლიოში ეს ერთადერთი ერია და ყველა სათაყვანებელი. ეს იყო ამის შეცდომა. მაგრამ რა ვიცი, ჩაუთვალოთ ეს შეცდომა, ეს ყველას მოსდის ესეთი რამე და ვერ გაიგეს ამ კაცის ისა. ამიტომ ამის გადაგდება აი მეთოდებით, რაც გააკეთეს, ეს ყოვლად დაუშვებელი იყო და მთელ ერს ეს ცოდვათ აწევს. არავინ არ გამოდის და არ იძახის, რომ შეცდომა დაუშვით, იმიტომ რომ ყველა მონაწილეობს მათ, ერთ კაცს ვერ გადააგდებ. ყველა გადაბმულია, მაშინ უნდა გაყვე ყველას. სადღაც უნდა შეაჩერო, ხო? იქ ყველა ჩაუშვებს. ედიკა ყველას ჩაუშვებდა. შიოლაშვილი ყველას ჩაუშვებს. ნებისმიერი ტიპი როდი ყველა მოყვება ყველაფერს. ამიტომ შეწყდა გამოძიება და არანაირად კომისიები კი შეიქმნა, მაგრამ არაფერი არ შეიმუშავა კომისიამ, ვინ ჩამოაგდო გამსახურდია, ვისი მითითებით მოკვდა, რატო დევნიდნენ ამას? რატო დევნი კაცო, რატო კლავ? გადავიდა წავიდა და თუ ახლა გიპირისპირდება დაუპირისპირდი შენც იარაღით, მაგრამ რუსეთის იარაღით კი არ უნდა დაუპირისპირდე. ესე იგი გამსახურდია გადააგდო რუსეთის დახმარებით შევარდნაძე. რუსებმა გადმოსხეს დესანტი 24 საათში სოხუმი უკვე აიღეს. გამოიქცეს უკან, ჩააბარა სოხუმი და გაპრეზიდენტა. გაცვალა პრეზიდენტობა კარიერა სოხუმის ჩაბარებას. აბა ომს რო წამოიწყებ სოხუმში, და დაფიქრდი რატო აკეთებ ამას? აი რატო აკეთებ? თუ პოლიტიკოსი ხარ, დიდი პოლიტიკოსი, გამსახურდიეს ისეც გამოიყენე რა. ცოდნა. კი არ უნდა გადააგდო და მოკლა კაცი. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნე. ან კიდე ბოლო-ბოლო აფხაზეთის იმაში კაცმა აფხაზური იცოდა. ეს რო კლავ, როგორც ჩენი მეტოქე და ადგილი არ წამართვას. და ამას მე აფუჩეჩებ, ეს არ არის სწორი. ასე რომ ის ხალხის მთავრობა არჩეული ძალით გადააგდეს და ხალხს ჩააფურთხეს. და ამის მერე არჩევნების ჩატარება არის სასაცილო. აი დღეს რო გუგა არჩევნები ტარდება, ეს არის სასაცილო. ამერმა იცის არჩევნები. ჯერ რას ვინ გეკითხება, რას გეკითხება, ვინც აირჩიე ჩაგაფურთხეს და გადმოგიგდეს. ეხლა ვისაც აირჩიე, თუ ის აირჩიეთ, ისეთი ვინმე, ვინც არ აწყობთ, მაინც მოხსნიან. აი ვთქვათ, არ მოსწონს რომელიმე პიროვნება, ვინც აწყობს არჩევნებს და ავირჩიეთ, ხო? არ ჩააწყო. აი იმას ერთ წელიწადში მაინც გადააგდებენ, შეავიწროებენ. და ეს ახლა რანაირი არჩევნები ტარდება, ან რა არის ეს? ხალხმა არ გამოიძია, არ მოთხოვა შევარდნაძეს შეეფასებინათ ესა, გამსახურდიას გადაგდება, გაქცეული არის მთავრობის ძალიან ბევრი წევრები საზღვარგარეთ. სულ გაიქცა ხალხი იცის, ბევრი დახოცეს. მე ამან ადგა და ჯაბას ხელით ხოლმე ეს წესრიგი დააყარა, მე ჯაბას ხალხი დახოცა. ახლა გამოეკიდა ჯაბოსნებს და სულ ყველა ტყავი გააძრო, ვინც მის სამსახურში. დანარჩენები სამსახურში ჩაიყენა. თვით ამან ისეთი მამაძაღლური ისენი პოლიტიკა აწარმოა, გამსახურდიას შვილები ჩაიყენა სამსახურში, გიორგი და ცოტნე მერე რუსეთში წავიდა. ამან ჩაიყენა სამსახურში ესენი. და ამის პოლიტიკა არის საზიზღარი პოლიტიკა. ყნის ესეთი პოლიტიკა ადამიანს რწმენას უკარგავს. რაღაც სამართლიანობა უნდა იყოს და მე გაუცებული ვარ, იცი რომ კაცი რომელიც ესე მამას ესე მოუკლავენ, შვილები იცი არ უნდა თანამშრომლობდეს ესეთი ადამიანთან. ხო, ცოტნეს არ უთანამშრომლები ახლა შევარდნაძესთან, მაგრამ კონსტანტინე თანამშრომლობდა, გიორგი თანამშრომლობდა, არა მარტო შევარდნაძესთან, სააკაშვილსაც დაუჯდა. მე გამაუცებს ქართველი, იცი, რაღაცა ხუმდა იყო რა. არ გეუბნები ახლა შურიძე ბომბიესროლი, მაგრამ იმასთან როგორ თან, მამის ყოლეთთან ითანამშრომლე. აი რაც არ უნდა იყოს, არ გამოდის ეგა რა. კანონს არ ღვევს ესეთი რამე თან ათეისტურ ქვეყანაში, რომელსაც არავის არაფერი არ წამს. თან კიდე ქვეყანაში, სადაც რწმენა ჩააბარეს შიოლაშვილს რა. შეიძლება რწმენა ჩააბარო რუსეთში გაზრდილ, კაკებეში გაზრდილ, სტალინური რეჟიმში გაზრდილ კაცს და ეს გვაგიყვანს ჩვენ ქრისტესთან? აი რაც შევარდნაძე მოვიდა, რაც შიოლაში მოვიდა საქართველოს, მას მერე მორალურად საქართველოს გადაგვარდა. გადაგვარდა ხელოვნების თვალსაზრისითაც კი. ლიბერალიზმი შევიდა, ხადაობა, გაიყო საზოგადოება, ელიტებად, წითელი ელიტა, შავი ელიტა, მერე სულ გვერდზე ყავდა შევარდნაძეს ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ამაშუკელი, ნოდარ დუმბაძე, აი მთელი ეს არიან ლორდკიფანი. მოკლედ რომელი ერთი ჩამოთვალო, დღე არ მეყოფა ეგენი ჩამოთვალო. ეს მუდმივ ამის ხალხი იყო. რობერტ სტურვა, ეს მუდმივად, აი როგორ იცი, აი ცეკაში შედიოდნენ, გამოდიოდნენ. ეს ამათი ხროვა იყო. და ვინც ამასთან არ იყო და გუნდრუქს არ გაწიეს. ასე მოტეხეს აკაკი ბაქრაძე, ჩამოაშორეს ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე მე მაინც დაიჯინა იქა, ნუ ზვიადის რო გადაუდგა, დაუფასა ნოდარ ნათაძეს და ასეც უნდა დაუფასოთ ნოდარას, რომ ეს ვიგინდა რა კაცი არის, აი პირდაპირ თუ ეგინდა ეწვენოს გინდა რა. ნოდარ ნათაძე ეს ვიგინდა რა კაცი, ეგეც აგებს პასუხს. ეგეც აგებს პასუხს, იმიტომ რომ შევარდნაძესთან დაიწყო თანამშრომლობა და ზვიადის გადაუდგა. ეს არ არის სწორი. ასევე სარიშვილი ესეც ზვიად გადაუდგა და შევარდნაძეს დაუჯდა. ხო, მაგას ისეც არ გამოუძიებია, ვინ მოკლა თავისი ქმარი, მიფუჩეჭდა, კახაკალაძეს ძმა, ვინ მოიტაცა. ეს ყველაფერი ედვარდის შევარდნაძის პერიოდია. ასე რომ
რო გამოდიან და იძახიან კარგი, მე ვერ გავიგე, კარგი ამ კაცმა რა გააკეთა. აი რა გააკეთა ერთი მითხარი რა გააკეთა კარგი, რომელი კარგზეა ლაპარაკი, მთლიანად ერთგული იყო რუსეთის იმპერიისა, თან კომუნისტური რუსეთის იმპერიისა, რომელსაც განადგურება უნდა ძალიან დიდი ხნით ჩვენი ფიზიკური თქვა ხურშოვის დროს. ხურშოვმა ფაქტურად გააგაკინა მოსპო ქართველები ხო? რომ არა რაღაცა ღმერთი და ჯავანაძემ რაღაცა მისი ცოლი ჩვენ გადაგვასახლებდნენ. შევარდნაძემ კი რაც მოსთხოვა რუსეთმა ყველაფერი გააკეთა კაცო. გაანადგურე ქართველები, დახოცა. დაიჭირე გამსახურდი აწამენ ნემსები უკეთა. ავღანეთში ხალხი წაიყვანე გაუში ფრონტზე იქა დახოცე. და ავღანეთში ტონობით ხალხს უშვებდა ეს საქართველოსდან ჯარში და იხოცებოდა ხალხი და ისე ძანულირებოდა თურმე ბოროტება ყოფილა. ამ კაცმა მოინანია ესა. შიოლაშვილმა მოინანია ის რომ მომინათლა გიორგად და რაღაცა ხალხი გამომითაყვანა და მერე ამის ლორტებზე ბუზეზე სააკაშვილი მოვიდა. კონსპექტებით არ ხელმძღვანელობდა ეს. და აგრძელებდა იმ კურსს, რა გააკეთა ევროპასთან დაგვაახლოვა, რუსეთი გადავკიდა, დაწყებული საქმე სააკაშვილმა წამოიწყო, ამანაც ომით წამოიწყო. მიაქცე პარალელები, ომით შევიდა ესე იგი შევარდნაძეს აფხაზეთში დაკარგა. ომი წამოიწყო სააკაშვილმა ოსეთი დაკარგა. ეს ახლა რაც არ უნდა თქვას, ფაქტებით ვის სამსახურში იდგნენ ესენი. და სიტყვებით რო გამოდიხარ და რა აქვნა სისტემა იყო, თორე მე ქართველი ვიყავი და მე ჩემი საქართველო მიყვარს. ეგრე არ გამოვა ჩემო კარგებო. ფაქტები სხვანაირად ღაღადებს. არ დაინდი არავინ. ასე სასტიკად უსწორდები ხალხს. დაიჭირე, მაგრამ რატო კლავ? ვინ დაგავალა მითხარი, ვინ დაგავალა ეხლა მაინც თქვი გარდაცვალების წინ, ვინ დაგავალა რომ დაგეხოცა 9 აპრილს ის გოგონები. რა იყო ეს? რატომ არ ჩაუვარდი შენს მუხლებში იმას და ვუთხარი? არა რა, მე მოული ამას სხვანაირად. იყვნენ რამდენ ხანს იქნებოდნენ ესე რა არის ახლა დახოცვა? რა არის ეს ჯარები შემოასიე, უიარაღო ხალხს, ხოცე ლაფატკებით. გამიგეთ, ემსახური ამას. ხო ედიკა ჩამოვიდა მაშინ. რა არის ცოტა ედიკა? ვისგან მიიღო? ესეც მიფუჩეჩებულია. მაშინ იყო პატიაშვილი, ცეკას მდივანი. პატიაშვილს არ ათქმევინეს არაფერი, მოტეხეს. ვინ დაახოცინა, ვინ მისცაბრე, ხო იცოდნენ. ბრძანება ვინ გაცა, რომ იქ შევიდეს და დახოცეთ ეს ხალხი ვინც არ უნდა იყოს და გადაუარეს ყველას. ეს რა ვიცი პერიოდია კომუნისტების და მაშინ კომუნისტური იმაში ერთ-ერთი მთავარი ესეთი პოსტი ეჭირა შევარდნაძეს. ეს იყო პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, ეს მაღალი თანამდებობა არის. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრად დააწინაურეს მერე. ამას ხმა აქვს ამოსაღები. ამის ხება ეხლა ცოტა აი ტვინ ნაღრძობი კაცი თუ შეაქებს ამას. ამას ქონდა მიცემული დავალება ღმერთიდან ხალხის გაწყვეტის და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხალხმა რატომ დააშავა ასე რომ ასეთი ხალხი არ მოგვაშორა ჩვენ. მე სწორედ ამას ვიძახი რომ არასწორი ურთიერთობა ქართულ ცნობიერებას, ამ კავკასიურ ცნობიერებას, რომელიც წარმართული ცნობიერება ქრისტესთან. ესენი ქრისტეს არ იცნობენ. აი ეს არის უბედურება. ქრისტეს ცნობა აუცილებელი. ევროპა ქრისტე იცნო. ყველა მიცნო ქრისტე. აი კორეა მიცნო. არ არის ლაპარაკი მიღება და როგორ იცი აი თელმე, მაგრამ ცნო ქვეყანა ღირებულებები და შეეტყოთ. და როცა ქვეყანა უკვე კარგავს ცნობას, ქვეყანას ერხება ეს ცნობილი ფაქტია. ევროპის აყვება უკავშირდება ქრისტიანული ცნობიერების გაცნობას მასებისადმი. ამს უკავშირდება სხვას არაფერს და არა წარმართობას. ჩვენ ახლა წარმართები ვიყავით, დავრჩით წარმართებად, ძალით გავავრცელეთ ქრისტიანობა. საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობა ძალით ვრცელდება. ეხლაც კი მეტად დაგმობილი არის ქრისტე ხო საქართველოში. და შიოლაშვილია გაღმერთებული. შენარევები არის უამრავი დღესასწაულები, უამრავი წმინდები. რა ვიცი, ილია ჭავჭავაძეც რო გამოაცხადებ ახლა წმინდად ახლა რაზეა ლაპარაკი კაცო, ილია ჭავჭავაძე არც ქრისტიანი ყოფილა და საერთოდ არ იყო ეს ჰუმანისტი კაცი. გაგებაში არ იყო, ბიბლია რა იყო, ქრისტე რა იყო, საერთოდ წაიკითხეთ მისი აფორიზმები, გამონათქვამები, წერილები, მიხვდებით ვინ იყო ეს კაცი. როგორ შეიძლება იცი აი ესე კერპების ქვეყანა არის საქართველო, იმიტომ არის ჩვენი უბედურება და კაცი არ გამოჩნდა, რომ აი ეს კერპები დავამსხვრე. ეხლაც კერპის აღზევება დადგა. შევარდნაძე ისევ აღორძინდა როგორც კერპი და დაიწყო გაპრავება წმინდა სახელი. არა მეგობრ, არ ვიძახი არ დავასაფლავოთ. არ ვიძახი მოვთხაროთ, მაგრამ ამან საშინელება ჩაიდინა, თუმცა ეს საშინელება დაავალა განგება მიცი. ეს უბედურზე უბედური კაცი იყო. როგორც ჰეროდე დიდი იყო ისრაელში განწესებული პირველ საუკუნეში ქრისტე რომ მოვიდა, ეს საზღარი მეფე იყო და ესეთი ხალხი არიან ტრაგიკოსები, როგორც გიტლერი, სტალინი. ამათ ავალიათ მოსახლეობაში როცა უკვე დიდი დოზით არის ათეიზმი ან წარმართობა, მოდის დიქტატურა ისეთი რომ სიკაც აძრობს მოსახლეობას. და ამაში არის რაღაცა გონივრული ცით. ამან რა გააკეთა კაი? საშინელი ათეისტი კაცი იყო.
ბოლომდე ათეისტად დარჩა. ამ უნამუსოს ძალაც არ იყო, გამოდი და გარდაცვალებამდე ერთი კვირთა ტელევიზიით ჩაწერე რა გააკეთე. ახადე რა ფარდა ამ საიდუმლოებას. რა მოხდა 9 აპრილს? ვინ გასცა ბრძანება? რის გეშინია? ხო გვტები. აი ეს არის მონანიება და მე იქნებ 60-ში შესულიყო. ამან არაფერი, ყველაფერი წაიღო. ყველაფერი წაიღო და დატოვა ხალხი გაყოფილი ორად. ედვარდისტებად და ანტეთ. უფრო ჭარბობს ახლა ედიკას ხალხი, ედიკიჩები. სააკაშვილსაც არ უკლევია არაფერი ედიკაზე. ხელშეუხებელია მაგისი ოჯახი. არ ვიცახი გავასახლოთ. ამან რა გააკეთა? სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმი თუ შეირაცხა როგორც ბოროტება. დახვრეტა მაინც არ იყო სააკაშვილის დროს. დახვრეტა ოფიციალურად ესეთ აესაჯათ კაცი არ იყო. ვინ წინააღმდეგობას უწევდნენ ქუჩაში, იმას პოლიცია პირდაპირ გაგებით ხრიტავდა. იგივეს არ აკეთებდა ახლა მხედრიონი შევარდნაძის დროს. ავტომატით დაშალეს მიტინგი მეტრო დიდუბესთან. აი დახუცეს ხალხი. სისხლის გუბეები დააყენეს. გახსნეს ცეცხლი. ეს იყო ედვარდ შევარდნაძის პერიოდი. ალიაკოთი ყოველთვის ამ კაცს უკავშირდებოდა. მე ისე მამაძაღლურად გამოძვრებოდა ეს ამ ალიაკოთიდან. ისე მამაძაღლურად რომ აი ესა დღესაც შეპარულია იმაში რომ ეს ძალიან მაგარი კაცი იყო. რა კაცი გაუნათლებელი, უწიგნური, ბნელი. განსაკუთრებით ბოლო 10 წელი როგორ ჩანდა რომ ეს კაცი უკვე დარჩა კურატორის გარეშე პუტინმა გაწია გვერდზე. ბოთესავით იყო, უკვე გურული ინტონაციებით ლაპარაკობდა. ბოლოს ამაზე მარაზმი დაეწყო და აგი მაგის გამო გადააყენეს ესა. აქოთთა სიტუაციები 94-ში, 15-ში, 16-ში, 17-ში, 18-ში, 2000-ში დაიწყეს ხალხის მოტაცება, გაყიდვა. ბავშვების ვაჭრობა წავიდა კაცო. ეს ის ედვარდი არის. ამას ხმა გამოსაღები. მოლპა ყველაფერი. მომპალიმაში აი ეს მის ფესვზე დამყნობელი სააკაშვილი მოვიდა და დიქტატურა გაუპერა. სხვა ვერაფერი ვერ გააკეთა ამან. ამიტომ პარალელები გავლება შეიძლება სააკაშვილი მე გააკეთა რა. გადაუარა სულ ყველას რა, ციხეები, რაღაცები. სისმის კითხვა, რა ხდება ეს? აი, რატომ არის მოდის ვიღაცა და ყოველთვის ციხეებით იწყებს? შევარდნაძე მოვიდა ციხეებით დაიწყო. სააკაშვილმა ციხეებით დაიწყო. ეხლა გამსახურდია შევარდნაძის მერე, გამსახურდია მოვიდა ციხეებიდან გამოიყვანა ხალხი. სააკაშვილმა შეიყვანა. ეხლა ივანიშვილმა ციხეებიდან გამოიყვანა ხალხი. ეხლა ამას დიდი ავანჩავანი არ ჭირდება, რომ ამას მოყვება ისევ კაცი მოვა ციხეებს შერეკავს ხალხს. ვერა და ვერ გავწვდით ამ სანსარას. ინდურ ტერმინს ვიხმარ. სვამაში ტრელებს ქართველები. და გამოსავალი როგორც ქრისტიანმა კაცმა ვიცი მე, ეს არის მთელი ერმა უნდა მოინანიოს და მონანიება არ არის შიულაშვილი მღვდლები დაისწრო, ჯაბოსანი იაკობი მღვდელი, რომელიც ეს მხედრიონელი მღვდლად რომ მოგვევლინა. ეს მხედრიონელი ამას ხალხი ყავს დახოცილი ქვეყანა. და ეხლა მარჯვენა ხელი არის შიულაშვილის. აი ქართველების სიბინძურე და მთელი ერი მონაწილეობს მასში. ჯერ შევარცხნე ერი, რომელმა ერმაც გამსახურდია ზვიადი არ დაიცვა. რომ მონაწილეობ არჩევნებში, თუ იმონაწილეებ, უნდა დაიცვა. მე არ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში და ჩემნაირ იყო ალბათ საქართველოში 1% არც კი. მთელი რიგი მოსაზრებებით, მაგრამ არც ხელი შემიშლია. არანაირად არ შემიშლია ხელი, იმიტომ რომ პატივის უნდა ვცემდეთ ხალხის ნებას. და ვეცი ბატონი პატივი ხალხის ნებას, მაგრამ შევარცხნე ეს ხალხი, რომ გამსახურდიას უჭირდა და არავინ არ დაიცვა. შიშარა და კურდღელი ყოფილა ქართველი. არ დაიცვა ხომ? შეაშინა ხროვამ. ჯაბას ხროვამ. და ქართველები იჯდნენ სახში და უყურებდნენ თავლად დასხმული მთავრობა რო არჩეული მთავრობა რო დაამხეს და აქედან მთელ საქართველოს უთხრეს რომ არჩევნები არა ისე ჩააფურთხეს მოსახლეობას აი ამ საქციელით. თვითონ მოსახლეობა გადაირჩევდა მაგას თუ არ მოწონდა. მოვიდოდა არჩევნი და გადაირჩევა. ედიკა მოითმინეს და სააკაშვილი 9-10 წელი და ეს კაცი 10 თვე ვერ მოითმინეს. ესე იგი, გარკვეულმა ერთმა ძალამ გააკეთა. ეს იყო ედვარდ შევარდნაძის ხუნტა, რომელმაც გამსახურდია დაამხო ქართველი ერის ნებით არჩეული პიროვნება. რამდენად ტყუდება ერის ცალკე საკითხია, მაგრამ ერს თუ გიყვარს ერი, მისი არჩევანი ასე არ გაუკეთო ესეთი რამე. არ მოსპორა, არ გაანადგურო. ტყეში დათვივით არ მოკლა და ჯაბა არ მიუსიო. კრიმინალებს მიუსებს განათლებული კრიმინალები შენ აიყვანე ხელში და აიჭირე და მოათავს იზოლაციაში როგორც დღეს არიან ხალხი ხო? ეშინოდა გამსახურდიაში შევარდნაძეს. ეშინოდა, იმიტომ რომ ესეთი პიროვნება იყო ამას ბევრი ხალხი ეხლაც აყავს და ესეთი კაცი სანამ ცოცხალია შენთვის სახიფათოა. ამიტომ უფრო მეტი შვილებისაც ეშინოდა. ორი მოკრთამეს ცოტნე ვერ მოკრთამეს ჩამოვიდა დაიჭირეს ციხეში და ადეს თელი რიგი რაღაცეები რა არ უწოდეს და ასახიჩრეს, ტყავი გააძრეს
და ეხლაც უნდა ჩააბან იმაში, მაგრამ არ მიდის. ხედავთ, დააკვირდით. ასე რომ ეს უფრო ინტელექტუალურში მოჯდა ეხლა და ინტელექტუალური ომით უფრო კარგი, ეს უფრო კაი იარაღია, ვიდრე თქვათ ისა, ინტელექტი ყველაზე კარგი იარაღია. ღმერთმა ინტელექტი მისცა ადამიანს და ეს არის შენი საბრძოლო ინსტრუმენტი და არა ის თოფი დაიჭირო და ხალხი ხოცო. აი, ამსახურდია ცოტნემ ეს იარაღი ეხლა მოიმარჯვა და ვნახოთ თუ გაწდება მაგარი რამე იქნება, იმიტომ რომ ამან არ უნდა ჩაყლაპოს ის რაც გაუკეთეს მამამის და ეს ერი და დაწყევლილი ერია. სანამ არ მოინანიებენ ბოლო-ბოლო ღმერთი აკეთებს ხო იმას რომ თავრობა რომ მოდის ნებისმიერი და ვიმსახურებთ რა თქვა დიქტატორს უნდა ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ და მოგვაშორებს ის ამ დიქტატორს და არა ისე დიქტატურა ხელში ავიყვანო და ვაქოთ და ვადიდოთ შევარნაძე და შევარნაძეს ქექება დიდება რა საჭიროა მაქებარი არის ვისაც ვაკებთ ეს სამყაროს შემოქმედია და შევარნაძე რამე გააკეთა ამარცხა სიკვდილი რა დღეს ჩავარდა ხო გახმა ჩამოჭკნა იწვალა გაუბედურდა გამოშტერდა გამოლენჩდა და ქვეყანა ანეკდოტები დარჩა ამიტომ ამის კაი კაცობისა მე არ ვიცი მეგობრებო ღმერთი განიკითხავს ამას და აუცილებლად ანგარიშ ჩააბარებს ერთი კი ვიცი თუ ამან ქრისტე ხსნელად არ მიიღო ამის საქმე შავად არის ხლა მთელი პატრიარქები რო დაახვიოთ თავზე ჯოჯოხეთის კანდიდატურაა ამან ისეთი რამე გააკეთა კიდევ ვიმეორებ რომ ფეტვიაშვილის აბორტი ციხეში გაუკეთეს აი ამაზე დიდი დანაშაული და შიოლაშვილს ერთი ხმა არ მოუღია შიოლაშვილმა ბერი დაახრეტინა ამხელა კაცი თუ ერში რაღაცას წარმოადგენ ნუ თუ შენ ერის მხარეზე ხარ თუ ერთი კაცის მხარეზე შევარდნაძის მხარეზე რატომ უნდა იყო დაიჭირა ამან შევარდნაძის მხარე ყველანაირად გვერდზე დაუდგა აბორტი გაუკეთეს ქალს და ფსიქიკურად დაამახინჯეს მე ისეთი მამაძაღლული პოლიტიკა აწარმოეს ამ ქალებშიდაც შეიტანეს რაღაც ერთგვარი ისენი რომ იცი რა მიპატიებია შენ რა უნდა აპატიო შენ ღმერთი ხარ ღმერთმა თუ არ გაპატია შენ ადამიანი აპატიერამდე რა რო არ აპატიო რას გაუკეთებს რო აი რა მივარდებოდნენ მოკლავდნენ შევარდნაძეს თუ რა აპატია თქვა რა აპატია კი არა უნდა განიხილოს აი ეს ამბები და თავისი ლოგიკურ იმას დაუქვემდება რომ და ფორმულაც კარგი დასკვნაც გავაკეთოთ ედვარდ შევარდნაძის პერიოდი ის იყო 30 წლიანი მართლობა ქართველი ერის დასჯა იყო და სამწუხაროდ დასჯა გააგრძელა სააკაშვილმა ეხლა ჩვენ და კიდე სამწუხაროდ ივანიშვილი აგრძელებს ეკონომიკური ეხლა ამას ემატება ეკონომიკური ღირსება ყველაფერი წართმეული აი გადაგვარებულია საზოგადოება ეს არჩევნები დღევანდელი არჩევნებიც ეს სხვა მის დადასტურებაა ნახეთ რა დღეშია ქართველი სულ გამოათაყვანეს მელია და ნარმანია აირჩი ახლა მისან რას გვემაიმუნებიან ან რა არჩევნები არის ესა ან რას მათხოვრობენ არჩევნების დღეს ფასდაკლება რატომ უნდა იყოს აი ეს ხალხიც კიდე ბეყე ხალხი მიყაყალდება იქა და არჩევანს გააკეთებს ორი არასასურველიდან ერთი ნახეთ როგორი ლოგიკაა ორი არასასურველიდან რატომ უნდა აირჩიო ნაკლებ არასასურველი მე არ მესმის აუცილებელი არის და ამანდამაინც ეს არჩევნები ჩატარდეს რატომ არ შეიძლება გაუქმდეს არჩევნები და დაინიშნოს ახალი კანდიდატები რატომ უნდა ავირჩიო არასასურველი რა გაწყდა მოსახლეობა რატო ჩაიშალოს არჩევნები იმის გამო რომ ორივე არასასურველი კანდიდატი არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის აქედან რომ წავამიყენე ესა და მეუნები რომ აირჩიო და ხახნო ავირჩიოთ რა ეს არ ვარგა მაგრამ ესეც არ ვარგა მაგრამ ეს უფრო ნაკლები ბოროტება მოკლედ როგორ ფიქრობთ მეგობრებო ერთი ქვაბი ექსკრემენტი რო დაგიდგას კაცმა და ერთი კოვზი ექსკრემენტი გამიგე და გითხრას არჩევანი გაქვსო შეჭამეო ერთი ქვაბი ექსკრემენტს ერთ კოვს თუ არჩევთ ექსკრემენტი ჭამია არ დაგერქმევათ სუნი არ გექნებათ ორივე გადაყარეთ ხო არის არჩევანი არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლობის წინაშე ვდგევართ არის მესამე არჩევანი ორივეს გადავხაზავ საერთოდ არ წავალ ჩაიშლება რა არჩევნები უნდა წამოაყენო ახალი კანდიდატურა და თუ ქვეყანას არ აქვს ესეთი მექანიზმი რომ არჩევნების ჩაშლიდა და ახალი კანდიდატურა მაშინ ეს არჩევნები არ არის ეს არის იძულება ისე ამ ინერციით მიდიან ყოველთვის წამოაყენებენ ორს ორი არასასურველი და ნაკლები არასასურველი ორი ნაკლები ბოროტებიდან უფრო ნაკლები ავარჩიოთ აი მაშინ ქართველი და დღესაც მესმის ეს გამოთაყვანებული აზრები რო იცოდეთ მეგობრებო გამიგეთ ესეთ ერთი საკითხი მაინტერესებდა იმ მომენტთან დაკავშირებით როცა ელია მეორე დააშოქა მოსახლეობა და შევარდნაძის სთხოვეს რომ დარჩენილი იყო და ქვეყანა სათავეში ჩადგომოდნენ ეს ახლა ისტორიული გადასახედიდან ეს მართლაც ძალიან ცუდის მომტანი იყო და შევარდნაძის რეჟიმი არ ვიცი რა უნდა დავარქვათ ეს მართლა რაღაც დამპალი და კორუმპირებული საშინელება იყო მაგრამ არის ესეთი თეორია რომელიც ამბობს იმას რომ ეს კი იყო ძალიან ცუდი ფაქტი რომ
ესე მოხდა, მაგრამ ილია მეორე როგორც სულიერი მამა ქვეყნისა იძულებული გახდა ეს ამნაბიჯზე წასული იყო და უკეთესი გამოსავალი არ იყო, ქვეყანა იყო რაღაც კატასტროფის ზღვარზე და მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე ესეთ საშინელებები აკეთა, ეს მაინც იყო ოპტიმალური გამოსავალი და ერთადერთი ესე ვთქვათ ოპტიმალური არჩევანი იმისა, რომ რაღაც საქართველოს არ დაქცეულიყო და არ განადგურებულიყო, ამით ამართლებენ ხოლმე ილია მეორის აქციელს და შევარდნაძის მთავრობაში ყოფნას და ამბობენ, რომ კი ბატონო, ეს იყო ცუდი რაც მოხდა, მაგრამ უკეთესი ვარიანტი არ იყო და ამ კუთხით ილია მეორემ ერი გადაარჩინა რაღაც კატასტროფას და ქვეყანა გადაარჩინა დანგრევას და აი ამ თეორიაზე რა აზრი გაქვს? რა თქმა უნდა, ყველა თეორიები ახლა ხო იცი ადამიანის გონებაში მწიფდება და მე ხდება თეორია ხო ჭრეტას ნიშნავს და თეორიასაც თავისი რაღაც კონტექსტიდან გამართლება აქვს. სოციალური კონტექსტი გულისხმება. ახლა ბუნებრივი ესეც უნდა იყოს, რომ უნდა გააპარავო. დადგა ერა შიულაშვილისთან თან კომუნისტებმა რომ დაკარგეს ძალაუფლება და უკანა პლანზე გადადიან, წინა პლანზე წამოდის უკვე რელიგიური განწყობა და სადგათვალა სტალინურმა რეჟიმმა, რომ ქვეყანებში დატოვა ეკლესია როგორც რაღაც ესეთი დაქვემდებარებული ინსტიტუტი კომუნისტური იდეოლოგიისა და ერთგვარად მხარში ამოიყენა. და აი ნახეთ, სად გაამართლა. პირდაპირ გაგებით ეს შიულაშვილი უკვე იყო ერთგვარად გამთეთრებელი იმ საქმეებისა და ეს დიდი ავტორიტეტია, როცა სიტყვის უკვე ხალხი, რა თქმა უნდა, ხალხის მასა ხო ვერ აზროვნებს. არიან მოსახლეობაში მოაზროვნე ხალხი, რომელიც არ ჩანან, მაგრამ ისინი არ გაიზიარებენ ამას. მასა ყოველთვის წინა პლანზეა და ყოველთვის გაკვეხებულია ტელევიზორში, მაგრამ მოაზროვნე ხალხი მეტად საშიშროებას წარმოადგენს. თვით ტელევიზიისთვის და იდეოლოგიისთვის ისინი საერთოდ არიან ყოველთვის ჭრდილში. ყველა ეპოქაში ესე ყოფილა. მოაზროვნე კაცი არის საშიში არსებული წყობილებისათვის. ეს თეორია, რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს. ეს არის სისულელე. ორივე შევარდნაძე, ილია შიულაშვილი, რომელიც იყო ბუდუშაური და ჰქონდა მას ჩვეულებრივი სხვა სახელით ამოფარებული უშიშროებიდან შერქმეული ივერიელი, ეს ერთ-ერთი ფიგურა არის. ედიკა ეს მე ამას ვერ ვანსხვავებ შევარდნაძეს და შიულაშვილს. ესენი ორივე ემსახურებოდნენ ქართველების გაჟლეტას. ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური. რელიგიური შიზოფრენია რო არის დღეს საქართველოში, ეს საპატრიარქოს და შიულაშვილის დამსახურებაა. მთლიანად წარმართობაა გაბატონებული და ის მაგალითიც გაზეთიდან რო გითხარით, ამის დადასტურება არის. ერში არის სასოწარკვეთილება გაბატონებული და სასოწარკვეთილების მხსნელად რელიგია და შიულაშვილი არის. და თავად იცოცხლეთ ყველა კეთილდღეობაში ზის. ეს თეორია იმ თავითვე მიუღებელია. აი ესეთი რამე მინდა ვთქვა. ყოველთვის აქვს ადამიანს არჩევანი. ყოველთვის არ არსებობს მდგომარეობა არჩევანი არ გააკეთო. ესეთი რამე არ ათქვას არავინ. ყველას უნდა მონაწილეობა. მონაწილე რო ხარ იძახი, რა მექნა არჩევანი, რა გექნა და არჩევანი არის რომ არ მიიღო მონაწილეობა. გადადექი. მოიხდები მანტია, ჩამოიხსენი ჯვარი და გამოდი. ეს უფრო კაცობად ჩაგეთვლა, მაგრამ ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ წესდებაში ფიცი გაქვს ნაჭამი და მოკლავენ. კაკების სამსახური ნიშნავს იმას, გადადგები რა მოკლავენ. იმიტომ რომ ინფორმაციის მატარებელი ხარ და ტყავს გაგოწრმე. კი ფიქრობთ, რატომ არის იზოლაციაში შევარდნაძე ამდენი ხნის მანძილზე. ფაქტურად ეს ხო იზოლაციაშია. რამე არ ათქვას, მას აკონტროლებდა, რამე არ წამოწდეს. ასევე ყველა მაღალ თანამდებობებზე, ვინც იყო, ყველა იყო იზოლირებული. ეს ხრუშოვი გნებავთ ვიღაცა და წიგნებსაც რო წერდნენ, მე მორ გაგეცინებათ რა წერია იქ. არსად არ არის მათი ცუდი საქმეები. ესენი არ არიან ავგუსტინე, რომელიც თავის ცუდ საქმეებსაც აღწერს თავის მოქმედებებში. აღსარება იმის აღსარებაა, რომ ყველაფერი უნდა თქვა შენ და თან ამას საფუძვლად უნდა დაუდო ის, რომ რაზე სწორდები, ვიზე სწორდები. თუ არ სწორდები ღმერთზე, ცოცხალ არსებაზე, აღსარებასაც რა აზრი აქვს? სოციალურ აღსარებას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა სოციალური აღსარებაც კი არავის არ უთქვია. აღსარება ბევრი წიგნებია დაწერილი, პიროვნებები აღსარებას რო იძახიან, ხო ინანიებენ, ხო ან ერის წინაშე, ან ღმერთის წინაშე. ამას არაფერი არ გაუკეთებია მსგავსი რამე. შიულაშვილი დუმს, მან იცის გამსახურდია ვინ მოკლა, არ იძახის. ასევე იცის შევარდნაძემ, არ იძახის. 9 აპრილი ვინ მოაწყო, იცის შევარდნაძემ, რომ კრემლიდან იყო მითითება, ბრძანება ვინ გასცა. ეგ შევარდნაძემ კი არ გასცა ბრძანება. მაგი დაუდასტურა ბრძანებას. პატიაშვილმაც დაუდასტურა, არ შეასრულებდა ტყავს გააცრობდა. ხო, ამათ სისუსტე მე მიმაჩნია სისუსტედ ის, რომ როცა ბრძანებას იღებენ, ასრულებენ. ჩვენ ვიცით კაკების დოქტრინა ასეთია. თუ შედიხარ იქ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და პარტიული მუშაკი თუ ხარ,
შენ ფაქტიურად იცი თუ არ შეასრულებ ბრძანებას მოკლავენ ფსიქოლოგიურად ყველანაირად და ადამიანს ეშინია აი ამის ამ მდგომარეობის ცოტას თუ ყოფნის ძალა რომ თავი მოიკლავს ხო ბევრი პარტიული მუშაკს თავი მოუკლია კაბინეტში გაუცნობიერა ჟუკოვი გინდა ყველა რამდენიც გინდათ გამიგე ბევრი ის დოკუმენტური ფილმებია გადაღებული ამაზე ამათ ქართველებს ესეთი შნუ არ აქვთ იშვიათი გამონაკლისის გარდა ცენი ასრულებდნენ იმიტომ რომ ვარიე თქვათ მოკლავდნენ ნამუსიანი თუ ხარ კაცი უნდა მაგაზე წახვიდე თორე ისე ყველაფერს თავის მართლება შეიძლება როგორ ხო მაშინ ყველა გამართლებულია მაშინ ნებისმიერი კრიმინალი უნდა გავამართლოთ რომ მასაც აქვს თეორია თუ რატომ მოიპარა რატომ მოკლა კაცი დაუჯეროთ ამას და რატომღაც სახელმწიფო მოღვაწე რო არის გიტლერიც მაშინ გავამართლოთ უნდა სისტემა შექმნა ისეთი და ყოველ შემთხვევაში გიტლერი უფრო წინწასული პიროვნება იყო გერმანელზე მაინც ფიქრობდა ეს ქართველზეც არ ფიქრობდა კაცო ქართველობას დაძლებდა ინტერნაციონალისტი იყო მოკლედ ზარზე იმით მიიღეს გამსახურდიას მერე არა ქართველებმა საქართველოში შევარდნაძე ესეც ხომ მრავლის მეტყველია მე კი არ ვაქებ ახლა ან ზვიადის ან ფაქტებს ვაანალიზებთ რა თორე უშეცდომო ვინ არის და შეცდომის ჩამდენ კაც რო გამიღმერთებდა მტენი რომ ეს მაგარი იყო მაგარი არ მინდა რა ესა კაცო რა მე ის კი არ მინდა რასაც მე ვხედავ და რასაც მე ვისმენ აი რასაც მე ვერ ხედავ და ვერ ვიქნა ის მინდა დამანახო და ეგ რო დამანახო უნდა თქვა შენ აი იმისიქათ რასაკეთებდი რა ბრძანებებს გასცემდი ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირში არავინ თვით შემოქმედებას არ ეწეოდა კინოს ვერ გადაიღებდი თუ ცეკასთან საქმე არ გექნებოდა სკოლის დირექტორად ვერ დაინიშნებდი რომ ტესტი არ გაგევლო რაიკომის მდივანთან და ამას კომის თავმჯდომარე ისე შენ სკოლის დირექტორად არავინ არ დაგნიშნავდა ის ტესტების გავლა ხო იცი რა შენიშნა ამოწმებდა შენ ცნობიერებას ყველაფერს და ელემენტარულად შიშის ქვეშ გამყოფებდნენ რომ რამე არ მოგივიდეს თორე ხო იცით რას გიზამთ პარტიაზე ყრილობაზე გაგიყვანდნენ პარტიიდან გაგრიცხავდნენ ტყავს ამით გაშინებდნენ და აგიჯაყებდნენ თელ საზოგადოებას თელ მუშებს დაასვამდნენ წერაკითხვის უცოდინარ ხალხს და გაგინებინებდნენ გაზეთებში სუგინება მიდიოდა გამსახურდიას ოჯახისა თან არავინ არ იცნობდა ამ ოჯახს და არ ცხენიათ იმ ხალხს იქ რო ცხოვრობენ რამდენი უნამუსო ცხოვრობს ახლა გამოდი მაინცა თქვი რომ მე დამაწერინეს პატარა კაცი ვიყავი შემეშინდა და ესეც რაღაცაა უგა რო იტყვი შემეშინდა სიკვდილისა მაგარი რაღაცაა ხო მაინც აი ხო რა მოხდა მე სიცოცხლე ძვირფასია და რატო უნდა მოკლას ვიღაცამ ჯანდაბას მე შევეწირო ესეც არა გამოდიან და ყინჩათ ლაპარაკობენ ესია და იაქვნა არ დავასაფლავოთ დათომ ხეიძია ვიღაცა გაბრაზდა ვიღაცამ დაურეკა გამიგე და თქვა რაღაცა მინუსები თქვა რა დაახასიათა კაცმა და გავრცელებული ცონა მკვდარზე არაფერი არ უნდა თქვა რა მკვდარზე რის თქვა ჯერთი ქრისტიანი კაცი გერქვას და იძახდი სიკვდილია რომ დებილი ხარ ესე იგი ქრისტიანული ძაღლების თანხმად სიკვდილი არ არის გარდაცვალება და სიკვდილი მაშინ მოკვდა ადამიანი როდესაც 60 დღის ბაღში დაარღვია მიცემული პირობა ყდომა მაშინ დაიწყო და ეს გამოდის და მკვდარზე ის არა ვთქვათ ის რა არ უნდა თქვა კაცო რა მკვდარი რის მკვდარი რატო არ უნდა თქვა ვითომ რა უნდა იყოს ეს სამაგალითო და საერთოდ გავასამართლოთ ეგ რა მაშინ რატო ასამართლებდნენ დახოცილ გერმანელებს დახოცილ ხალხს ყველას ასამართლებდნენ მაშინ სტალინს რაღაცე ასამართლებდნენ მე ვერ გავიგე მონაწილეობდა სულ ყველა ქართველი ინტელიგენტი ამაში ხო მე ჯერ ლექსებს წერდნენ მე აგინებდნენ არ არის სწორი ერთი უკიდურესობა მეორე უკიდურესობაში რა ჯანდაბა და რა დიდი პოლიტიკოსი ეს იყო ახლა ხა სასაცილო არის დიდი პოლიტიკოსად ჩავთვალოთ შევარდნაძე რა პოლიტიკა რა კედელი დაანგრია რა გერმანია გააერთიანა ეს ყველაფერი არის სისულელე ეს არის როგორიც აი გაუკეთებენ რაღაცა იმიჯს და დამთავრდა მიდიხარ უკვე იმის არ იყოს რა გვარი სახელი გაქვს უკვე თქვათ არნოლდ შვარცენეგერი და გათამაშებენ რაღაცა სულელურ როლს და უკვე ხალხი ამ დროს ის ნებისმიერი კაცი თამაშებს იმ როლს ნებისმიერი მაგრამ აი მას ის არ აქვს რა იმიჯი შენ აგ იმიჯი და ეს ბეყი ხალხი კიდე იმიჯს უყურებს საინტერესოა ხო პოლიტიკაში წესია იმიჯი შექმნეს შევარდნაძეს და აუ კერეს გამოიყვანენ ერთს გამოიყვანენ მეორეს გამოიყვანენ მესამეს და ეს მუშაობს ეს აზრი მუშაობს და კაი ყოფილა კაცო ეს არის კრეტინიზმი ხვალმე შეიძლება რომ გამართლდეს სააკაშვილი დასვამენ ტიპებს რა უნდა ენას ძვალი არ აქვს და დაგიმტკიცებენ ფაქტს ახლა შემოგიტრიალებენ ესე მოვა დრო რომ სააკაშვილს დასახავენ როგორც გმირად და ჯერჯერობით ეს აწყობთ რომ ეს 9 წელი გინება რატომ ეს 9 წლიანი გინება ხალხს შეუტანეს რათა შევარდნაძის ეპოქა დაგავიწყონ შევარდნაძის საზიზღარი ეპოქა ეს იყო საზიზღარი ეპოქა შევარდნაძის სააკაშვილის უკვე საბჭოთა კავშირი არ იყო ვისაც უნდა გაიქცეოდა ქვეყნიდან არავინ არ გაჩამოაგდებდა თვითმფრინავს სააკაშვილის დროს არ გამოგეკიდებოდნენ არ დაგაბრუნებდნენ უკან არ აგიწიოკებდნენ ოჯახს თუ შენ წავიდოდა და შევარდნაძის დროს რომ წავსულიყავი საზღვარგან ჩემ ოჯახს ააწიოკებდე შობელძაღლი ასე რომ შიოლაშვილი კაცო გადაფსკნელი არის კუდიკუდზე ეგა რა ეგ რა ილია ისილია რას გვემაიმუნებიან რა გაგვიკეთა ამ რაც ეს მოვიდა სულ მორალურად გათახსირდა ქვეყანა რა
არ წმენა ქონდა ქართულს თუ დაკარგა ყველანაირი წმენა ამ მართლმადიდებლობის გადამკიდე, ამ პოლიტიკის გადამკიდე. ნახეთ რა აპათია მოსახლეობაში, დააკვირდით რა. ჯერ რა არჩევნებია, ხვალ რა არჩევნები იქნება ხახნო. ეს არის ქართველი ერის ერთხელ ხო თავს ლაფი დაასხეს, როცა არჩეული პრეზიდენტი ტყეში გელივით მოკლეს. ეხლა მეორედ კიდე არჩევნებს მართლა მელია თუ ისა და თბილისელია, სოფლელია, ის სოფლელია ეს დებილი ერი რა. ესეთი კრიტერიუმი, ის სოფლელია, ეს თბილისელია. ვერ ხვდებიან რომ ერთი ექსკრემენტის, რომელსაც ივანიშვილი კი იმის ორი ნაჭერი არის ეს. არჩევნებზე ლაპარაკ. რას ბოდავენ ესენი? ასე დიდი წვლილი აქვს აქ შიოლაშვილს. ეს თეორია არის უსაფუძვლო კიდევ მეორე და არავითარი შევარდნაძის გათეთრება. შევარდნაძემ ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა. ესე იგი ეს არ ინდობდა არავის რა. არავის არ ინდობდა, როცა ამის კარიერას არ დაინდო თავისი ძმა, არ დაინდო რა ვიცი, იქით გურიაში ერთი ძმა, მეორე ძმა პროფტექნიკური განათლების თავმჯდომარე იყო. გარდაიცვალა მოხსნა სამსახურიდან ისა. ეს თავის კარიერისთვის არავის არ ინდობდა. არ შეისმინა ნოდარ დუმბაძის თხოვნა რომ ბიჭებზე დახვრეტაზე ხელი აიღო, ან ყოველ შემთხვევაში გადაედო. ეგრევე არის მასაქნა თუ გაძალებენ კრემლიდან. ყველაფერი შეიძლება, როცა შენ ღმერთის კაცი ხარ. ღვთის მოშიში კაცი ღმერთით დადის და ღმერთს აბარებს ანგარიშს და ღმერთზე უდიდესი არაფერი არ არის. შენ სასაცილოა გეშინია ადამიანის და ღმერთის არ გეშინია. აი ახლა ვნახავთ რაც გააკეთებს ის. წარდგება იქ შეხვდება მას მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგეები. ტყავს გააძრობენ. ასე რომ აქედან ამას ახლა მთელი საპატრიარქო დავახვიოთ, არაფერი არ გამოვა. ხო, ეს დარჩა მძორი, გამოვიდა სული და სამშუნელი. ეს აკოთებული ცხეული მიწაში გაიხსნება და მტრად იქცევა. ასეთი ბედია ყველა ადამიანს. და რა ვიცი ხა ეგ იგივე ხა ტანსაცმელი რომ იმას ავქნათ რა გავაწმინდაოთ. წავიდა ის უკვე ედიკა გადავიდა იქით ანგარი სხვა განაბარებს. აქ ხალხი კიდე ისტორიას მიწერენ რომ ედვარდ შევარდნაძე ის რა გაგა სულ დავიწყდა ამ ხალხს რომ ედვარდ შევარდნაძე ამოიღეთ 2002 და 3 წლის. ბოლოსაც რა იკადრა ამან. მთელი არჩევნები გააყალბა. გადარია ხალხი. უნამუსოდ შევიდა კიდე პარლამენტში და შედიოდა. კიდე უნდოდა მას იქ ყოფნა რა. 75 წელს იყო მაშინ. და რა ამბავი იყო რომ მთელი მოსახლეობა ფეხზე დადგა. და მაშინ მოგ თუ გინდოდათ ეს შევარდნაძე ახლა გახდა ბრძენი, მერე გახდა კონსულტანტი ასავალ-დასავალისა, მერე დაიწყო ამ მწერლობა. აი ესეთია ქართველი ერი. ქართველი ერის პრობლემაა, შევარდნაძე კი არ არის. ეს შევარდნაძე ასახავს ქართველი ერის და ცნობიერების კრიზისს. და იგი დამსჯელად მოავლინა. ვერა და ვერ მივახციეთ იმ პერიოდს, როცა ქართული ცნობიერებიდან წამოვა უკვე არა დამსჯელი, არამედ მოსიყვარულე და მომფერებელი თავკაცი. ასეთი ჯერ ვერ მივახციეთ. მთელი ამ 70 წლიანი ისტორიის მანძილზე და მე იქით რა ხდებოდა, ახლა ისე მომინდია თქვენ იმისათვის, ახლა გაბლაშტული საქართველოს ისტორია არის ცოტა სასაცილო. ერთი კი ვიცი, რომ აქ საქართველოში ქრისტიანული სიო არ შემოსულა და ახლა სიტყვით აღიარებ და ჯვარჩამოკიდებული მგლებს დადებ, ეს ქრისტიანობა არ არის. რაღაცა ერს მართლა ჭირს და ეს რაღაცა ვიცით რა არის? წარმართული ცნობიერება დიდი ხანია აღიზიანებს ცოცხალ ღმერთს. მრისხანებს ღმერთი 1600 წელია უკვე ჩვენზე. და მთელი 1600 წლის ისტორია ეს სისხლის ღვრის ისტორია. ფიზიკურად, მე ეკონომიკურად, ეხლა მორალურად, ეხლა ისეთ მდგომარეობაში ქართველები სულიად ვეღარ გაიგო რა ხდება. გადაყრილია ქუჩებში, ხო, არის ერთი კლანი, გრიალებენ. აი გადახედეთ, აი სულ მასხრად იგდებენ მოსახლეობას. ეს რა მდგომარეობაა ხალხო? ხო ყველა მიცის რომ არ შეიძლება ეს. გამოვა და დაგარიგებს ტიპი. მაინც აგრძელებს. თუ ადამიანს შეუძლია ეს, რატო არ აკეთებს? დაპირებები ივანიშვილის არ სრულდება. ალბათ GDS-ზე ნახავდით თქვენ რა გადაცემები არის ეს სულ მასხრად აიგდეს ეს რეზო ამაშუკელი რა ტენდენციურია გამოდის. აკრიტიკებს გოგი გვახარიას, აკრიტიკებს თქვათ რუსთავიორს, აკრიტიკებს სუთიძეს, აკრიტიკებს ამ დროს ეგენი ამაებთან ანგელოზები არის. რა ტელევიზია ესა? გამოდი და თუ ობიექტური ხარ, ახლა ეგეც გააკრიტიკე და პირდაპირ ტყავი გააძრე, მაგრამ აი ეს რეზო ამაშიკელი ეს ვიგინდარ, ეს კომუნისტზე კომუნისტი, ეს ლენინის ლექსები აქვს დაწერილი იმდენი რა ვიცი, ეს რომ ფულებზე გადავიტანოთ, გამდიდებით მე და თქვენ. ეს ვიგინდარა, როდის აქეთ გამიხდა მორწმუნე ეს სხვის პიროვნება სულ აკრიტიკებს, სხვის ჰაბიტუს აკრიტიკებს, რას გავს თვითონ სარკეში ეს არ იყურება? ან როგორ შეიძლება ოსტატი თუ ღმერთი არის და ამ რეგვენმა იცის რომ მართლმადიდებელი მონჭმუნე ვარ რო იძახის ესა გიგივია გამიგე რომ ოსტატს დაუწუნო შემოქმედება და ღმერთის გაჩენილია ყველა ადამიანი შენ მისი გარეგონობის კრიტიკა ნიშნავს ღმერთს პირდაპირ აგინებ ამ რეგვენმა ეგეც არ იცის აკრიტიკებს გარეგნულად ხან ერთს ხან მეორეს ხა თვითონ ეს ამყავდეს მზეჭაბუკი ან ამას კონდეს ანტიკური ყურები ან ანტიკური შუბლი სარგეში ეს კაცი არ იხედება აი ესეთია საბჭოთა ცნობიერება და ეს ხალხი უკვე უნდა მიეწიოს ედვარდის და მიეწევა და
უნდა გაიხსნას ახალგაზრდებს ხო? ასე რომ გამოდი და ისიც გააკრიტიკე შედალუცვილო. და ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ნახავდი ალბათ სააკაშვილს დაეტაკნენ ციხეში ცოცხებს უკეთებდაო და აქ ტელევიზიაში გადაჭიმეს ის გოგოგვები ურახუნებდნენ უკანალზე და ცეკვავდნენ რაჭულს. ახლა ამიხსენე რა, არ ვიცი ნანახი გაქვს თუ არა ისა, ნახე, ნუ რა გახმა ყველაზე მეტი ახლა ამ ფორუმზე გუგუშინ ელექტრიელება თელი ამბები იყო. და მაგას ექნება კიდე გაგრძელება ხო? ასეთია ქართველი, არასამართლიანი, ტენდენციური. ვისაც დააპურებენ ის ხმას არიღებს, ყველაფერს იკატარებს. არაჭმევდა სააკაშვილი რეზუამაშუყეს და დიდ ქართველ პატრიოტად გვევლინებოდა. აჭმევს ივანიშვილი და ღარიბაშვილის ყურმოჭრილი მონა არის. იყო ედვარდის ყურმოჭრილი მონა. და მონები ახლა სააკაშვილს ყავდა თავის. ეს არა იყვანა მონად. ეს მონად არის დაბადებული. ამიტომ ახლა არის ამის ყურმოჭრილი მონა. ახლა ამას მოსწონს ეს არჩევნების ესა? ორი ის რო არის მელია და ისა, ამას ეს მოსწონს ამ თავკომბალას, ა? ამათ შუკელი არის ესა. ყოველთვის ამათ შუკელი რატო უნდა იყო? ამათი შუკა ხო? ამათი სულ ედიკას შუკა იყო. მე ამის შუკა არის ახლა. სულ იქნები ამათ შუკელი. აი ეს ტენდენციურობა საქართველოს ჩვევია, ჩემო კარგო გამიგეთ. რომ ერთ დღეს ეს ალბათ აირკვევა იმედია მოვა თაობა და თუ არ მოვიდა ესე მეგობრებო არაფერი არ გამოვა. ახლა ამას გამიღმერთებენ, ამას გამიწმინდავებენ. მერე შიოლაშვილი იქნება ახლა მაგის გარდაცვალება იქნება უკვე გაფრენა და რა ვიცი, ბიტულს დადგამენ და ამაზე იტყვიან ესეთი რა გააკეთა თელი ცხოვრება ემსახურა საბჭოთა კავშირს რა. რა მოაბრუნა ხალხი თუ რა გამოათაყვანა ჯოჯოხეთში უშვებს. საბჭოთა კავშირს თავის ჯოჯოხეთი აქვს. და საბჭოთა კავშირის იდეოლოგიაც რელიგიით ხასიათებოდა და მათაც აყავთ თავიანთი სულიერი მოძღვრები. მაგათ აქვთ ჯოჯოხეთი და 64. 64 ჩააბარებდნენ პოლიტიკოს ჯოჯოხეთ სამღვდელოებას. აი შიოლაშვილი მიერეკება ჯოჯოხეთში ხალხს. მიერეკება. ლოგიკურად ესე სწორიც არის. თორე ეს არასოდეს არ ყოფილა იესო ქრისტეს სამსახურში. ამას ბიბლიაც არ აქვს წაკითხული თავიდან ბოლომდე. ამას გამოკვლეული არ აქვს ბიბლია. იუდასაც არ ქონდა წიგნი წაკითხული ბიბლია ისკარიოტზეა ლაპარაკი. თორე იქ ხო ეწერა მისი ისტორია. პირდაპირ განცხადებული იყო როგორი იმით 30 ვერცხლად როგორ გაიყიდებოდა იესო. რო წაიკითხეს თავის თავზე ხომ იხდებოდა და არ დაუშვებდა ამას. მაგრამ არ უნდა ადამიანს ბობნელდება ტვინი და წერო შიოლაშვილი ახლა რომელი ახლა ბიბლია აქვს წაკითხული და ის არის კიდე უწმინდესი და უნეტარესი არც სხვენია. უწმინდესი და უნეტარესი ქვია შენ და იესოს რა დავარქვა. და შენ ახარ კაცო რაღაცა ქრისტეს გამავრცელებელი ქვეყანაში? და შევარდნაძეს ვერ გადააფიქრებინე ბიჭების დახოცვა? მაშინ გაიხადე და გამოდი მანდეთან. 9 აპრილს გოგონები რო დაიხოცნენ და არავინ არ გიჯერებდა, გაგიხადა ეს და წამოდი. გააწყობს, ჩაუდგება ერთ სათავეში, აწყობს ის არის. ასე რომ ესეც ამასაც უნდა მოეკითხოს და ამასაც მაგრამ მოეკითხება. ამ ცხოვრებაში ხომ მოეკითხათ, ნახეთ რა დღის ჩააგდო ღმერთმა ერთი და მეორე. არც ლაპარაკი, არ ამოხმა, ჩამოჭყნა, ამასაც დატანჯავს. და ღმერთი კეთილია რომ აი ამ გზით იქნებ ტვინი გაიხსნას და ღმერთი აღიაროს. შევარდნაძისგან მე არ მომისმენია რომ იესო ქრისტე ეთქვას ჩემი უფალია და მან მომიტევა ცოდვები, იმდენი ცოდვები მაქვს ჩადენილი რომ მარტო იესო თუ გამოისყიდის ამას. ხო და იესოს ყველანაირი ცოდვის გამოსყიდვა შეუძლია. ამ კაცმა ისე წავიდა იმ ქვეყნად ეს ტელევიზიით არ გითხრა. არ გითხრა გამსახურდია ვინ მოკლა, ვისი მითითებით და დავალებით. მე კი ვიცი ესა, მე ვიცი რომ შევარდნაძის დავალებით იყო და ზემოდან კრემლიდან ედვარდამ ინიციატივა მოკლა. ბიჭების დახურებას ინიციატივა ედვარდამ. აბორტის გაკეთება ედვარდამ. შამანაურის ედვარდამ. როგორ ახლა არ იცოდა რა, აბა რა იცოდა. არ ვიცოდით მე საბჭოთა კავშირში რა აწყობა იყო და რას ლაპარაკი რაიკომის მდივანი ვერაფერს ვერ წყიდავდა თვითონ. მე ჩავარდა. გაუგებრობაში ედიკა როცა დირექტივები მოსკოვიდან აღარ მოდიოდა. აი მაშინ დაიწყო ქაოსი საქართველოში. ვერ გაართვა, ვეღარ გაიგო დასავლეთი, აღმოსავლეთი, დააჯდა და საშინელი კორუფცია, ხელფასებსაც არ არიგებდა, მილიცია რასაც უნდა იმას აკეთებდა და მოიყვანეს ძლიერი ხელი. დაიწყო დაჭერები. ყველანი ციხეში სააკაშვილმა. იმიტომ რომ ისეთი ნიადაგი შექმნა შევარდნაძემ, მართლაც ყველანი ციხეში უნდა წასულიყო რა. არავინ აღარ ვარგოდა მანდ ადამიანი. და ახლა ივანიშვილი ამზადებს ახლა ისეთ ნიადაგს, რომ აუცილებლად ამის მერე კიდე ერთი დიქტატორი უნდა მოვიდეს, რომ სულ ყველანი ციხეში იმანაც დაიძახოს. აბა ახლა ეს მდგომარეობა რაც საქართველოში ხდება. დროსტარება მიდის, გრიალი მიდის, მოშებულია ყველაფერი, აღორძინდა კრიმინალი, ქურდობა, მამაძაღლობა, თებიგაშალა, მკითხაობამ, ჩხიბაობამ, რაღაცა თვითმარქვიან მღვდლებმა, ათაყვანებს მღვდლები მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, საშინელი რელიგიური ტერორი არის, შიშით ვერამ ვერ იძახის მღვდელზე რომ დებილია. დებილია და ახლა რა დებილის გონება სუსტი ქვიათ ბერძნულად. გონება სუსტი ხარ, ვერ ხედავ ვერაფერს და ახლა რა არის საწყენი. რა ვიცი თქვენ იყავით ალბათ მომსწრე ამ ემეებისა და ამას ვიძახი არა ემოციურად, არა ისე და ისე. ხო გითხარით მე პირადად ჩემ ოჯახს არაფერი არ შეხვედრია და რატომ? იმიტომ რომ სოციალური ბერი ვიყავი და ახლა სოციალური ბერი რო ხარ, შეგეხებავინ მე.
განა რელიგიური, განდეგილი. ასოციალური პიროვნება ხარ და ხა კომუნისტებს ესეთი ტიპები საერთოდ. ამიტომ მე ახლა რა არ მალაპარაკებს ის ბოღმათა ისა რომ იცი ეს მიცოდი რა იყო საბჭოთა კავშირი, ბოროტების იმპერია თუ არის. მაშინ იგი ნებისმიერი შენი საქმეების კეთება ბოროტების სამსახურშია. ამიტომ უცი რა მე თუ არ დავგმე, შენ თუ არ დაგმე, არ გამოხედი. აბა ისე სისტემა სად არის? როგორ რა კარგია რა სისტემა არის, ესე იგი სისტემა არის როგორც ობიექტური რა და სისტემის ბრალია და გავამართლოთ ესე იგი ყველა ვინც სისტემა ის აი ადამიანი უბრალოდ სისტემა იყო. სისტემა არ არსებობს, არის ადამიანი. არის ადამიანი ან სატანის სამსახურში, ან ღმერთის სამსახურში. შევარდნაძე იყო სატანის სამსახურში, ტყავს აძლობდა ხალხს და ვიცით რატომ ერი წარმართი არის. დღესაც ადასტურებს ამას. უფრო მეტად უყვარს მჭხიბავი, მკითხავი, ვიდრე უყვარს იესო ქრისტე. არ უყვართ ბიბლია, არ იკვლევენ ენდობიან მღვდლებს. ამიტომ დაჟჯა გაგრძელდება საქართველოში, დამიჯელიც მოვიდა ივანიშვილი, ესეც აგრძელებს სოციალურ დანჯვას, დამუშავებიც ამან შეამცირა, ხალხი პანტაპუდით გამოდის სამსახურებიდან, გაჭირვება ისევ გრიალებს, არავის არაფერი არ დაუბრუნეს, სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, ეგ არის სულტყუილი. ამას ეხმარება ახლა მღვდლები კიდე. გულაობენ ესე და რამდენხანს იგულავებენ, აღებ ნახავ. მერე გამოჩნდება ვიღაცა ტიპი და დაიწყებს ახლა. ბუად დასახავს ამას. ყველა პოლიტიკოს თავისი ბუა ყავს. სააკაშვილიც ყავდა ბუა. ყველაზე დიდი ბუა რუსეთი. ვაშინებდა რუსული იმპერიით. ივანიშვილს ყავს ბუა, ნაც მოძრაობა. ყოფილა ბუა. 2 წელიწადი ამ ბუის ისმის. გამოვა ვიღაცა აგინებს მაგას, ამას აკეთებდნენ, იმას. აი ახლა რას აკეთებს ივანიშვილის მთავრობა? აი მომქმედი ბუა უნდა გავაკრიტიკოთ და არა დუბლირებული ბუა. დუბლი ბუა რა ეშმაკათმიდა ხო? ბუა ხო იცით რის სინონიმია? აი გადატანა რა, განტევების ვაცი. აი ის ბრალია რა, ეს მემკვიდრეობა გვაქვს ცუდი დატოვებული, მემკვიდრეობა. ტვინ წაიღეს რა. ეხლა მთავრობაში ვინ არის? რაშვაში ეხლა მელიას აირჩევ რა, როგორც იტყვიან ერთი კიტრი არის, ერთ საირჩევს თუ მეორე. რა უნდა გააკეთოს მერმე ეხლა მან ქურდი არის ივანიშვილი ეხლა ხო? ნათლი მამას ეს აკონტროლებს და დანიშნა ერთი კაცი დანიშნა. მე ვისაც უნდა იმას შეიყვანს, გინდა მელიას შეიყვანს, გინდა მელიას რო შეიყვანოს რა, მელი ეხლა რამეს გამიკეთებს? იქ არა ყავს მერი რა არის რომ პარლამენტი და აღმასრულებელი ხელთ აქვს თელი გასაღებები ივანიშვილს ახლა. როდის იყო თბილისის მერს ახლა თუ არ გადაგირიცხეს რამე და ბიუჯეტს გაანაწილებს თუ რა. ეგრევე გასვანჯავენ. ამდენად ეს არჩევნები სროთა თეატრი არის და ამ ქართველს ეთყობა თეატრალური ისენი უყვარს წარმოდგენები და აბატონე მონაწილე უნდა. თან ღირიალებენ რა გვეშვა, არაფერი არ გეშველებათ, იმიტომ რომ წარმართულ ერს, რომელსაც ქრისტე არ მიუღია და მარტო სიტყვით იძახიან, გული არ მოუბრუნებია. და მე ვითომ მიმტევებლები არიან. ვინ მოგცა უფლება შენ მიმტევებელი? მიმტევებელი არის იესო ქრისტე. შენ იესო ქრისტესთან მიდი და შენი ცოდვები აღიარე. შენ სხვისი ცოდვები კი არ მოხსნა. აქ ისეა დანერგული აპატია შევარდნა და წერათლის დედამ. არ ყოფილ ხარ კაი დედა, იმიტომ რომ ამოდი და თქვი ბუტუ რა ცოდვები წაიღო იქ რა. რატო დახოცა ბიჭები? აი რატო არ შეიძლება სხვანაირად? იმიტომ რომ კარიერაც გაიკეთა მაგითი. სასწრაფოდ მე გადავიდა და გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. იქ კიდე რუსებს ემსახურა. აქ პატიაშვილის დედა უტირა, იმიტომ რომ პატიაშვილი მაგის რჩეული არ იყო, რუსებმა დანიშნეს, მაგას სხვა უნდა თავის მემკვიდრედ და შური იძია პატიაშვილს. ჩაადინინა შეცდომები, მოატეხინა და მე გუმბარიძე მოიყვანა. პატიაშვილიც არაკაცი არის, არ გამოდის და არ იძახის, დაკვირდა ვიტყვი არ იძახიან. ჟვანიას კვლელობას არ იძახიან. ხო, გამსახურდიას კვლელობას არ იძახიან. ეს ხალხი რა ხალხია ხო? ესე ერი თუ არ მოინანე არაფერი არ გამოვა. ასე რომ წავიდა ჩვენი ედიკა, წავიდა იმ ქვეყანად 86 წელი მიწიერი ცხოვრება ცოდვილ დედამიწაზე, ცოდვილმა კაცმა ისე გაატარა, არასოდეს არ უთქვია რომ მე ცოდვილი ვარო. თან საბჭოთა იმპერიის ბოროტებს თვითონაც აღიარებდა რომ ბოროტების იმპერია იყო საბჭოთა კავშირი და ამას ემსახურა 30 წელი. რაღაცას იქ ჭაბუ ამირეჯიბის რომანი რო დააბეჭდნენ. რა არის რომანი, ათეისტური რომანი ხა თუ დაბეჭდი დიდი ამბავი ხლა კრემლი აკეთებდა ყველაფერს, ცენზორი კრემლი იყო და ახლა შენ ახლა ვინ კითხავ და რამე გაგეტანა. რისი გამკეთებელი იყო ეს? უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციიდან ქართული ენის ამოღება უნდა და ეს უკვე მთელი ქართველი ფეხზე დადგა შეშინებულმა კაცმა უკან დაიხია და რაღაცა სთხოვა იმათ რომ ჯერ არ არღისეს და მე გავაკეთოთო რა. ეგ იყო და ეგ. ისი გამკეთებელი იყო ედვარდი, აი ამატყოფი კაცი 40 წელიწად დიაბეტი იყო ავად ხო. აი ხელოვნურად გმირების ქცევა რა საჭირო არის მე ვერ გავიგე. საერთოდ კომუნისტებს მაგარი ჩვექონთ ყოველთვის პროვინციალი ბნელი კაცი უნდათ სათავეში რომ ძალიან ადვილად ემორჩილებოდა ბნელი და ყრუ ზემდგომ ორგანოს. ძალიან ადვილია თორე ინტელიგენტი აგიჯამყდება რაღაცას იგი ეშმაკებს სხვანაირად მოიქცევა. შევანაძეს გამჭრეხი გონება რო ქონოდა იმ თვითურნების გამტაცებლები ჭებს ესე არ ჩახოცავდა ესე სწრაფ განაჩენს არ გამოუტანდა. გაწელე რა დრო კაცი არა ხარ
ზუსტად 5-6 წლის მერე დაემხო საბჭოთა კავშირი და თურმე ახლა ამ გადასატეხიდან ეს რა სისულელე გაუკეთებიათ ვის შეეწირა რა შეეწირენ ბიჭები რატო რისი გულისთვის რატო უნდა დახოცო ყველა რა რატო დაიჭირეთ ციხე მიეცირა საჯელი არის ეგეც და დღეს ახლა ტონობით კაცი რომ მოკლა არავინ არ დაგხრიტავს ხო მაგაზე რა იყო იქ ისეთი რომ დღეს ვარესი არ კეთდებოდეს ხო მორატორიუმია გამოცხადებული თერრი ქვეყნებში სიკვდილით დაჯა აღარსად აღარ არის გარდა აზია აფრიკისა და ამერიკის რამოდენიმე შტატშია დაშვებული სხვაგან ყველგან არის გაუქმებული ეგა და ამას წინ პოლიტიკოსი შორსჭრეტელი თუ არა ხარ პოლიტიკოსი კი არა ბეცი ხარ მანუ ისეც ვერ განჭვიდა რომ 5-6 წლის მერე კოლაფსი იწყებოდა და არ იცოდა მაგანე არა მოასწრო ყველაფერი რა ჯერეზიკიდან მერე ისე ხელთიგდო პრეზიდენტობა ამჯერად უკვე ახალი იმით მოგვევლინა ტიტულით საქართველოს მეორე პრეზიდენტი ეგ ყოველთვის დარჩება ЦК КПСС-ის პირველი მდივანი ჩვენ ცნობიერებაში ვინც იცნობდა მაგაც ესე უნდა დარჩეს პრეზიდენტი არა ის იყო კიდე ერთი რა თავისი შვილობილიც დაგვიყენა მერე სააკაშვილი და უცნაურისა სააკაშვილს აგინებენ და სააკაშვილი აკურთხა შიოლაშვილმა და აკურთხა შევარდნაძე მაგან არ დააყენა ეგენი და მისი ხელწერაც ჟვანიაც მუტეხეს ხო ეს ახლა კონსპექტები მუშაობდა მაღალ დონეზე ხო და ციხეში დაჭერა ყველასი ესეც მაგრამ მუშაობდა ხო ამით ახლა ქვეყანას წინ ვერ წაწევ ხო თქობა ქართველი ერი იმსახურებს დაჭერაზე რა დააშავა ქართველებმა ასეთი რა და ნომინალურად ქრისტეს სახელის გამოყენება არ შეიძლება რა ფარისეულად ქრისტე შემოიყვანო შენ ცხოვრებაში და არასოდეს მასთან არ იყო დაიჯებე ერი იჯება კიდევ მეორე ერი იჯება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მთელ მოსახლეობას არასწორი ურთიერთობა აქვს ცოცხალ ღმერთთან, იესო ქრისტესთან, რომელიც მოწოდებულია ერთადერთი წიგნით, ბიბლიით, ძველი და ახალი აღთქმით. სხვა გზით არ არის მოწოდებული. და ჩვენ გვაწვდიან ამას შიოლაშვილით, მღვდლებით და ორგანიზაციით, რომლებიც არის კაკებეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, დღესაც მართლმადიდებლური ეკლესია 30%-ზე მეტი არის მაგ ცნობიერების და სანამ ეს არ აილაგმება და არ მოხდება ლიბერალიზაცია და ჰუმანიზაცია და სანამ არ აიმაღლებენ ხმას, არაფერი მათ ქართულს არ ეშველება. მეტი საერთოდ მდგომარეობა იქნება იცი, ხან ერთი იქნება, ხან მეორე. დღევანდელი არჩევნებიც აი ხვალ რომ მოხდება, ამის დადასტურება. ეს არჩევნები არ არის. რატო თამაშობენ მე ვერ გავიგე და ჯოგი რატომ მიდის არჩევნებზე, ჩემთვის გაუგებარია. თუ მიდიხარ უნდა გადახაძო, თუ არა და სად მონაწილეობ, ჩაიშალოს უნდა და არასასურველი კანდიდატია ორივე და ეხლა ორი არასასურველი და ნაკლებ არასასურველი ეს ლოგიკა რა. ეს ქრისტიანული ლოგიკა არის? ქრისტემ დაგვიბარა რომ ორი არასასურველი და ნაკლებ არასასურველი აირჩიეთო? არსად ბიბლიაში მსგავსი რამე არ წამიკითხია. არასასურველი არ უნდა აირჩიო არც ერთი დოზით. 1 გრამიანი არასასურველი და 20 გრამიანი არა არც ერთი, იმიტომ რომ მოგწამლავს 1 გრამიც მოგწამლავს. ეგ იგივეა საწამლავი, თქვათ 1 ლიტრა და 1 წვეთი. რა ვქნა 1 ლიტრას 1 წვეთს დავლებს. სასიკვდილოა 1 წვეთიც. სასიკვდილოა. ეს ბეყე ქართველი კიდე 2 არასასურველი და 2 ბოროტები და ნაკლებ ბოროტები. ეს მესმის თელი ბავშვობა. ეს რა ლოგიკა არის? იზიარებთ თქვენ ამ ლოგიკას? მე არა. ეს არის სასაცილო. სატირელია, მაგრამ აბა ტერისვინ მე. ეს რაც შეეხება ჩემო გუგა და თქვენ ახალგაზრდა ხართ და აუშვათ გავაცილოთ, დავმარხოთ, დავფლათ, მაგრამ ძეგლი არ დაუდგათ და არ შევაქოთ. მაგას ქონდა თავისი ამოცანა. მე ვფიქრობ, ძალიან ტანჯული ამოცანა ქონდა მას. ქართველერის ტანჯვა არ გუნა ღმერთმა შევარდნაძეს. ეს იყო მტარვალი. იმიტომ რომ ერმა დაიმსახურა. ამიტომ მე მაგას ვერ მივიღებ მხსნელად. არაფერი ამას კარგი არ გაუკეთებია. ბევრი ხალხი შეეწირა ამის კრეტინული რეფორმებს, რომელი რეფორმებიც კრემლიდან მოდიოდა და ერთგული ხალხი იყო, ბევრი ხალხი ამან ციხეში. მე რამდენი არ ვიცი, მე რამდენი წუთი ისა თქვი და რამდენი ისე წავიდა და რამდენი იტანჯებოდა ციხეში. გეტყვიან, ეს რაც ცნობილი არის. მარტო შამანაური კი არ იყო ფსიქიატრიულში. ფსიქიატრიაში როგორ აწვალეს ზვიად გამსახურდიან ნემსებით ცნობილი ამბავია ხო? მისი მეუღლე, მისი შვილები, კარგით ერთი რა. შევარცხვენ ეგ ერია. არ ვიცახი რომ გადავასახლდნენ. მათე გამოდი რა კაცი არა ხა როგორ მოეკეცით თო როგორ მოიქცნენ ნო და კიდე რომ აპრავებენ და ესე იყო და არავინ არ არის უშეცდომ და გამოდიანი ხეიძე მოძველ ბიჭო ტიპები ედიკიჩები რა საზოგადოება რო არის ედიკიჩებად და არა მე გამოლე არა მე კი არ ვაქებ და აბა რა არის ახლა ედიკას კაის აქციელი კარგი რა საბჭოთა ჯერი ბოროტების იმპერიას იძახით ახლა ბოროტების იმპერია თუ იყო ეს როგორ იქნებოდა ახლა კეთილი ბოროტების იმპერიაში სიკეთე როგორ შეიძლება სათავეში იყო ახლა არ გამაგიჟოთ ბოროტების იმპერია იყო საბჭოთა კავშირი და შევარდნაძე კეთილით როგორ შეიძლება იყოს ან ვინმე კეთილი როგორ შეიძლება იყოს და ხელფას გაძლევენ ამაში ვინც არ მონაწილეობდა მანდ ის გადაყრილი იყო აი ეს არის ხალხი ვინც არ მონაწილეობდა და მაგ ბოროტების იმპერიას არ ებრძოდა ეს გაბრიელი
და გაბრიელი გიჟათ რო გამოაცხადა შიოლაშვილმა, შევარდნაძემ, ლენის პარაძე რო დაწვა. გიჟი განდეგილი კაცი იყო. მე გამსახურდია რომ მიდიოდა მაგასა გამსახურდიაც ათვალწინებული იყო. ეს ბერი კაცი რომელიც გააწმინდავეს ეხლა და საფლავიდან ამოთხარეს და ხალხს თავი არ ახურებინეს. ეს იყო გიჟად, შიოლაშვილმა თქვა მაგაზე რომ ეს არის გიჟი, გამობძანეს შიოლაშვილი და ახლა თქვას რომ ეს მე მივქარე. ეს ხალხს ავიწყდება ყველაფერი და იყავით ბატონო მაგ სიყურეში და სიბენელეში რა პრობლემაა რომ. ამავდროულად ამით მე მგონი არ არის ბევრი ვილაპარაკოთ ედვარდიზე როგორც ეს არაფერი პიროვნება არ იყო, ეხლა ეს იყო და დაწყევლილი ერის თავკაცი. დაწყევლილი ერი იყო ეს, იმიტომ რომ არასრულებდა ქართველი ერი მთელი საუკუნეების მანძილზე მიცემულ პირობას. თუ ხარ ქრისტიანი, ქრისტეს ემსახურე და ასე ჩადექი სამსახურში და არა ის მუდმივი საქართველოს ისტორიას იყო მუდმივად მონობისა და განთავისუფლების ისტორია. ხან ერთი დაგიპყროდა, ხან მეორე და არც დაფიქრებულან რატო ვიყავით ასე. ბოლოს შეგვაყოფინეს თავი საბჭოთა იმპერიაში, ამასაც თავის თეოლოგიური საფუძველი აქვს და მე ღმერთის ნებიდან რო უყურებ ეს არ უჯანყდები სწორი ვარ და არც მიტინგებზე გამოსულ ვარ და ვიცოდი რომ ჩვენ ვიმსახურებთ ამას. მე ვიმსახურებდი ამას, იცი? ვიმსახურებდი როგორც ერთი ცოდვილი ადამიანი და ამიტომ ვიყავი მე არ გამოდიოდი ახლა დისიდენტური აზრებით შევარდნაძე არ გვინდა. ეს აჟიელად მომივლინა ღმერთმა და ყველა ვინც ამას იფიქრებს შევარდნაძეს აღარ დაგვისვამს ღმერთი სიმბოლო შევარდნაძე ჯალათისა ღმერთი აღარ დაგვისვამს. მოგვივლებს უკეთეს ადამიანს. დღეს ერი არ იმსახურებს უკეთეს და სულ ამის ძიებაში არის. ვნახოთ ნარმანია რა სიკეთეს მოუტანს, იმიტომ რომ ეს კაცი დანიშნულია. თუ ვერ გაათრია ივანიშვილმა მელიაც მაგის კაცი არ არის. რა განსხვავება ახლა და რას გამიკეთებს რომ მანდ ახლა პარადი ვის მეყავს ისაა მთავარი და ვინ დანიშნეს არჩევნები, ვინ ნიშნავს, ვინ აწესრიგებს, რა შვაშია მერი როცა არის პარლამენტში სულ ივანიშვილი არის, იმის ხალხია. ხო, აღმასრულებელში მაგათი ხალხია, რასაც უნდა იმას აკეთებენ, გულაობენ ახლა. რას კლაუზნიკობენ, რა უცნაურია და როგორ ჩართულია ხალხი და თელი ეშხებით, აბა გამოდით და არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, თორე იცოდე ისენი მოვლენ, ისენი მოვლენ, რის მოვლენ, მიდი რა ღმერთი არ აღწამს ერთი. მოვიდა მილიარდელი კაცი მოვიდა ახლა ბედნიერია ხალხი. ჩახტილია, შარვა ჩახტილია ყველა. რო დაიძრა ვინმე მიგრაციიდან და მორბის ხალხი მან საცხოვრებლად თუ რა. ისევ ისე აგრძელებენ ტანჯვას საბერძნეთში, იტალიაში მიდის უკანალების წმენდა. ნახეთ ქართველი როგორ გამათხოვდა, ყველანაირად საჩინო მდგომარეობაში არის. ასე რომ ღმერთს ვთხოვოთ იქნებ აგვაცილოს ეს ამდენი ჯალათები. მოგვივლინოს ერთხელ ისეთი მთავრობა რომ ელემენტარულად მოწყალება მოიღოს მოსახლეობაზე. ახლა კი მთავრობა ისეთია მაგონებს სოლომონის გარდაცვალების პერიოდს, სოლომონ მეფე ბიბლიური, რომელიც შვილი რო დაინიშნა და აგრძელებს მამის მმართველობის პერიოდს, როგორ მოეპყრო ის ხალხს. ორმაგად ტყავი გააძრო, ვიდრე აძრობდა მამამისი. ივანიშვილიც ზუსტად ასე მოვიდა ხალხი და ხელფასები ამებმა გაიზარდეს. რის ხარჯზე რომ ხალხს წავართვათ. ივანიშვილის მთავრობამ ხელფასების გაზდაზე იზრუნა. ეს მაგონებს სწორედ სოლომონის შვილის პერიოდს. მე-9 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით. რობოამი ქვიოდა მას. იმათვის ვინც ყრუდა ბლუარი და არც ბიბლია იცის და არც ისტორია რა. ასე რომ გავაცილოთ ედვარდი, მაგრამ საქმეებზე ვლაპარაკობთ და ღმერთმა განიკითხოს ეგ. მიუგებს ღმერთი მაგას მისაგებელს და ჩემი ღრმარწმენით იგიც ძალიან ცუდ დღეში უნდა იყოს. ან ბევრი ცუდი გააკეთა. ასე რომ ქრისტიან კაცს ენანება ესეთი ხალხი, როგორც იუდა მელანება, როგორც ისეთი ხალხი, რომ მას მიეცა საშუალება ღმერთის სამსახურში ყოფილიყო, მაგრამ ემსახურა სატანას. იუდასაც ჰქონდა არჩევანი, მაგრამ სატანას და მამონას ემსხვერპლა. ედიკასაც ჰქონდა და ავალება და ეს გააკეთა ის ემსახურე იმპერიას, მაგრამ ზედმეტად არ გამოიჩინო თავი. ენთუზიასტი ნუ იქნები. გეტყვიან ერთი კაცის მოკლას, შენ 5 არ უნდა მიართვა კიდე საჩუქრად და არ დაუნდყის ამით ერთგულება. ასე რომ ვერ გავამართლებთ რა, ვერ გავამართლებთ. სისტემა მაშინ სისტემა სად არის მოვძებნოთ და ყველანაირად. ასე რომ ის წავიდა ახლა ანგარის აბარებს, ის დახვდება ახლა გამსახურდიასთანაც თუ შეხვდნენ ჩვენ არ ვიცით რა, მაგრამ ერთი კი ვიცი რომ ცხოვრება ახლა ეწყება მას მარადისობაში. ვაი მას. აკვეთილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის რომ არ შეიძლება რა ჩვენ ღმერთი გაგვაწესებს ყველანაირ პოსტზე. არ არის მთავარი პრეზიდენტი იყო. ნებისმიერ ადგილზე სადაც ხარ ის შენი ადგილი არის და სამფლობელო. პატარა მიკრო სამეფოს ყველა ფლობს. აი რას წარმოადგენს მიკრო სამეფოში? ამაზე პასუხს აგებ. ყველას თავის სამეფო აქვს, ოჯახი იქნებდეს, სამეგობრო წრე. აი რაღაცა გარემო გაქვს. არ არის მთავარი თავრობაში მოხვიდე. ხო, იქ მერე დაგევალება? თუ ჩააბარებ გამოცდას დაბალ საფეხურზე ადიხარ ზემოთ. მაგრამ რას აკეთებ რომ? ასე რომ ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც საზრისი, ჩვენი პასუხისგებლობა იმაზე. ვაგებთ პასუხს, ჩვენ გვაქვს გვიჯერებს ვიღაც იებეი. არ არსებობს ადამიანი
რომ გავლენის ქვეშ არ ყავდეს. ასე რომ პასუხი უნდა აგოს ყველა მამაზე იცით. ასე რომ ედვარდ შევარდნაძის ბედს მე რა ვიცი, არავის არ უსურვებ. ქრისტიან ხო მიხვდება ამას. არა ქრისტიანის გასაგონად ვიძახი. ქრისტიანებმა იციან ელემენტარულად ვინ არის ხლა. დღე-დაღამე ეს კაცი იყო ლენინის გვაყარებდა, სტალინს და შევჭამა კაცო ამან ვინ და ჩვენ გვახსოვს ამ ინსტიტუტში ტვინი ამოგვიღეს ამ მეცნიერულ კომუნიზმით ამის თეზისებით, ამის ყრილობა ყოველ კვირას ტელევიზორში იყო 10 საათიანი გამოსვლებით, ტყავს გვაძრობდა რადიო, ყველი ერთი არხი მუშაობდა, დაგტანჯა ამ კაცმა ხო. ასაკეთებდა კარგს ახლა ვიღაცას დაჩამისა და ვიღაცას რუსთაველის პრემია და იმანაქოს კაცო, ჩვენ რაზე ვაქოთ ახლა. შევარცხვინე კაცი, რომელიც აქებს კაცს მხოლოდ იმიტომ რომ მოხთამულია. მოაზროვნეთ არ ჩაითვლება კაცი რომელიც მხოლოდ იმიტომ აქებს ედვარდ შევარდნაძის რომ მის პერიოდში ის კარგად ცხოვრობდა. ან შევარცხვინე ის კაცი რომელიც აგინებს ედვარდ შევარდნაძის მხოლოდ იმიტომ რომ მის პერიოდში ცუდად ცხოვრობდა. ეს ღმერთს არ მოეწონება. ამით დავამთავროთ ჩემო კარგო ამაზე ლაპარაკი.